დილა მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირა დღეა, დილის 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის ლაივი ეთერშია, მოგესალმებით დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის, დილის ლაივში ვართ, ანუ მინდოდა მეთქვა რომ დილის ლაივი ეთერშია და 2 საათის განმავლობაში, ანუ ზუსტად 11 საათამდე მე ბაჭო კაჯაია და ჩვენი თანაწამყვანები, ჩვენი სტუმრები და ჩვენი გუნდი ზრუნავს ხოლმე და მხოლოდ იმაზე, რომ ძალიან საინტერესო ამბები მოგაწოდოთ და 2 საათის განმავლობაში იყავით ჩვენთან ერთად. აუცილებლად და ვიდრე ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ, ყვითელ თავსახურიანი კოკა-კოლა ჯადოსნური საჩუქრების შესახებ მინდა გითხრათ. სულ მალე სრულდება კოკა-კოლას საახალწლო გათამაშება, იმისთვის რომ გათამაშება მოგიტანოთ ბედნიერი წუთები, თქვენ უნდა შეიძინოთ კოკა-კოლა ბოთლი ყვითელი თავსახურით, შემდეგ ბოთლის შეფუთვაზე განთავსებული QR კოდი უნდა დაასკანეროთ, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია და გაიაროთ რეგისტრაცია. ხატიამ ეს ყველაფერი გააკეთა, გაიარა რეგისტრაცია და აღფრთოვანებით ელოდება იმ პრიზებს, რომელსაც კოკა-კოლას თავაზობს მომხმარებელს. დარწმუნებული ვარ, რომ ასე რომ ველოდები და ამდენი თავსახური რომ აქვს გახსნილი და ამდენი QR კოდი, რომ აუცილებლად ფორტუნა მეც გადმომხედავს ჩემო ბაჭო და საჩუქარი ჩემთვისაც იქნება, ანუ იმ არაჩვეულებრივ პრიზებში აუცილებლად მოვხდები. როგორ გითხარით, ჩემო ბაჭო, მე უკვე რეგისტრაცია გავლილი მაქვს, უკვე აპიც მაქვს და კიდევ ერთხელ მაინც უნდა გითხრათ, ვიცი რომ თქვენც იცით ყველა ძირფასო მაყურებლებო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ აი QR კოდს, რომელიც დატანებულია ბოთზე, ასკანერებთ თქვენ ტელეფონში და რა თქმა უნდა ტვირთავთ აპს. შემდეგ ყვითელ თავსახურს მოხდეთ, როგორც ბაჭომ გააკეთა, შიგნით შეხედავთ კოდს და გადაიდეთ აპლიკაციაში. მიიღებთ თითო ბილეთს, ანუ თითო ყვითელი თავსახური არის თითო მოგების შანსი. ველოდებით 14 იანვარს და 14 იანვარს კი კოკა-კოლა ბოთლის ჯორჯიას ოფიციალურ Facebook გვერდზე გაიმართება გათამაშება და გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს მართლაც საოცარი პრიზები გელოდებათ. მოკლედ 7 დღიანი საქმური ლაპლანდიაში 4 ადამიანისთვის. წითელი ვესპა, გეიმინგ სეტაპი. ასევე თამაშდება iPhone 16 Pro Max, iPad Pro 13, Apple Watch, MacBook Air 13, Dyson Airwalk, AirPods Max, PlayStation 5. მართლაც ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით ყველანი 14 იანვარს და კოკა-კოლა ბოთლის ჯორჯია ძალიან ბევრ ადამიანს გააბედნიერებს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უნდა ადევნოთ თვალყური კოკა-კოლა ბოთლის ჯორჯიას ოფიციალურ Facebook-ს. ახლა მე მგონი რომ ამინდის პროგნოზის დროც დაგვიდგა, რომელსაც ანა ზაკაშვილი გაგვაცნობს. ანა, დილა მშვიდობის, მოგესალმებით. ჩემი ფსონი დღესაც მზიანი ამინდია, ბაჭო, ჩემი ასეთება. ნახოთ. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილა მშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, რა თქმა უნდა, გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ კოკა-კოლას გათამაშება დასასრულს უახლოვდება და იმისთვის, რომ გახდეთ გათამაშების თანამონაწილე, აუცილებელია, რომ შეიძინოთ ყვითელ თავსახურიანი კოკა-კოლა, დაასკანეროთ შეფუთვაზე არსებული QR კოდი და რეგისტრირდეთ სისტემაში და შემდეგ თქვენსავე სისტემაში შეიყვანოთ ყვითელი თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ ჩაერთოთ გათამაშებაში და გახდეთ მისი ერთ-ერთი გამარჯვებული. რაც შეეხება დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ დასავლეთ საქართველოთი, სადაც დღეს დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოთ ჩაივლის. იქ როლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრ/წამის სიჩქარით, ჰარის ტემპერატურა კი დაბლობში ღამით +2 +7 გრადუსი იქნება, დღისით +12 +17 გრადუსი. მთაში ღამით ჰარის ტემპერატურა -5-დან 0 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +8 +13 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დასავლეთ საქართველოს მსგავსად აქაც დღე უნალექოთ ჩაივლის, იქ როლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრ/წამის სიჩქარით, ჰარის ტემპერატურა ბარში ღამით -2-დან 3 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან კი -6 გრადუსამდე დაეცემა. დღისით კი ჰარის ტემპერატურა 9-დან 14 გრადუსამდე მოიმატებს. მთაში ღამით ჰაერი -8-დან -3 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი +5 +10 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს 14 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდები და ზუგდიდშიც რა თქმა უნდა მზიანი დღე იქნება და ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე დათბება.
16 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ფოთშიც, ხოლო ოზურგეთში 17 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდები. ქობულეთში ჰაერი 15 გრადუსამდე დათბება, ხოლო ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღეს მზე გამოანათებს, ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება, ხოლო ქუთაისში 17 გრადუსი და ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. მესტიაში ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება დღეს, ხოლო ამბროლაურში 13 გრადუსი და ასევე მზიანი დღე არის ნავარაუდები. ცხინვალში ჰაერი დღეს 12 გრადუსამდე დათბება, გორში კი სინოპტიკოსები 13 გრადუსი და ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ, ისევე როგორც თელავში, სადაც ასევე 13 გრადუსი და მზიანი დღე იქნება. რუსთავში დღეს ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსი იქნება, დღე უნალექოდ ჩაივლის და მთელი დღის განმავლობაში მზე იქნება. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისში დღეს 13 გრადუსი და ასევე მზიანი და უნალექო დღე იქნება. ასეთი ამინდი გქონდა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მე აქ დაგემშვიდობებით ოღონდ რა თქმა უნდა დროებით, იმიტომ რომ რამდენიმე წუთში სტუდიაში შემოგიერთდებით ძალიან საინტერესო სტუმართან, რა თქმა უნდა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხებით. დიდი მადლობა ანას, გეოგრაფიის სტუდიაში, რა თქმა უნდა, და დილის ლაივში ახლა რა თქმა უნდა, ექიმ ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას დრო დგება, რომელიც ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოგწევს რჩევებს და მოგუყვება, რომელიც ახალი წლის კვების შემდეგ ფორმაში ჩადგომას ითვალისწინებს და როგორია ზოგადად სწორი მიდგომა ახალი წლის პერიოდში, როცა ძალიან გადატვირთული კვება გვაქვს, ორგანიზმის გაჯანსაღება და დაბრუნება ჩვეულ ფორმაში. აი, საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ჩვენი შოთა ჯანჯღავა და ბაჩო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენო, თუმცა არა, მე ვიცი რომ შენ გახსოვს, მაგრამ გამეორება ხო იცი რომ ცოდინის დედა. როგორ არ ვიცი? შოთა ჯანჯღავას რუბრიკის წარმომდგენი გახლავს იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც სრულიად ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული და ეს გახლავთ დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი ფართო არჩევანით და უმაღლესი ხარისხით, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ექსკლუზიურად ავერსის აპტეკო ქსელში. კი ბატონო, ავაშია საქმე. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერსში. დილამშვიდობის შოთა მოგესალმებით. გილოცავთ რავალშობა ახალწელს და ულოცავთ ჩვენს მაყურებელს ასევე შობა ახალწელს. პრინციპში წელს პირველად გნახულობთ და ძალიან მოგვენატრე. შოთა, ყოველი მეორე ადამიანი ჩივის ჩემი ჩათვლით, რომ ცოტა ზედმეტი მოგვივიდა საახალწლო. მათ შორის მეც. ხო რა ვიცი, შენ არ გეტყობა და მე მგონი ცოტა ამ დილით მაისურზე შევა. უკვე ხო რა ახალი წელია. შოთა, აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწრაფად მოვიდეთ ისევ გონს და ორგანიზმიც ესე არ დაისტრესოს. საახალწლო პერიოდში რა თქმა უნდა ჩვენ ყველა მოვიმატეთ წონაში. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვცდილობთ რომ შეგვეზღურდა, მაგრამ ცოტა შეუძლებელი, როცა ესეთ მრავალფეროვან სუფრას უყურებთ, ცოტა შეზღუდო რაღაც საკვები. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და შესაბამისად შეცდომებსაც ვუშვებთ ხოლმე. ამიტომ ახალი წლის პერიოდშიც არ იყო გამონაკლისი და ჩვენ შესაბამისად დავარღვიეთ. ჩვენც კიდე საახალწლოდ ვისაუბროთ განტვირთვის დღეებზე, რომელიც ზოგმა გავაკეთეთ, ზოგმა არ გავაკეთეთ ჩვენი დროიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს ვისაუბრებთ უკვე ახალი წლის პერიოდში ესე გამოვყავით სპეციალურად ცალკე 6 ფურცლიანი დიეტა, რომელსაც ეძახიან, ძალიან გავრცელებული დიეტა და მინდა რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ესე დამოუკიდებლად გავიაროთ ეს დიეტა, რადგან ეს დიეტა დაშვებულია რომ წელიწადში ერთხელ გაკეთდეს, რადგან ეს ცოტა მკაცრი დიეტის ფორმაა, ასე ვთქვათ. მაგრამ ჯობია რომ ეს დიეტა გაკეთდეს არა ვთქვათ პირველი 2-3-ის მიყოლებით, ასე ვთქვათ, და ცოტა რომ შობაც გადავა, რამდენიმე დღე უკვე ჩვეულებრივ კვებას რომ დაუბრუნდები. საკუთარ თავში თუ დარწმუნებული ვიყავით და შეძლებთ დიეტის დასაცავად, მხოლოდ შემდგომ რომ გადავიდეთ ამ დიეტაზე. ამ დიეტას რაღაც თავისი მოთხოვნები აქვს. მე დღეს ახლა სლაიდების სახითაც გაჩვენებთ ამ შემადგენელ კომპონენტებს, რა აუცილებელი შემადგენელი კომპონენტებია, მაგრამ თავარი მოთხოვნა ამ დიეტის დროს არის, რომ ის მოცემული საკვები პროდუქტები რაც არის, არ უნდა გადაუხვიოთ ამ საკვები პროდუქტებს, არ უნდა დავამატოთ ახალი სხვა არაფერი და ასევე არ არის რეკომენდებული აი ამ დიეტის დაცვა ორსულებისათვის, მეძუძური დედებისათვის, ვისაც ქრონიკული ისეთი ძლიერი პათოლოგიური მდგომარეობა აქვს, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, ვისაც თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა აქვს, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რამე მძიმე მიმდინარე დაავადებები აქვს. ამ დიეტის არსი რა არის, რომ აქ არის დაყოფილი ცალ-ცალკე დღეების მიხედვით. პირველი დღე არის თქვათ
ცილოვანი დღე, სადაც შეიძლება თევზი, ქათამი, ხაჭო. მეორე დღე არის უკვე ბოსტნეულის დღე და მესამე დღე არის უკვე მარცვლოვანი დღე. ეს ხა რაოდენობებს რაც შეეხება თითოეულ დღეზე უნდა ავიღოთ დაახლოებით ამ პროდუქტებზე გეტყვით ცალ-ცალკე. ცილოვან დღეზე როცა გვაქვს საუბარი უნდა ავიღოთ 500 გრამი ცილა, ეს არის თქვა ან ხაჭო, ან მაწონი, ან კეფირი. მთელი დღის განმავლობაში 500 გრამი და აქ აუცილებელია დღეების თანმიმდევრობის დაცვა აუცილებლად და ამ დღეებს ვიტყვი როგორ უნდა დავიცვათ. პირველი დღე ეს არის უკვე თევზის ვიწყებთ თევზით. უნდა ავიღოთ 500 გრამი მოხარშული თევზი, გამზადებულ 500 გრამ თევზია საუბარი ამ შემთხვევაში. თევზი რატომ? თევზში არის ომეგა-3, თევზში არის ცილა, თევზში არის ვიტამინები, თევზში არის D ვიტამინი, არის B-ჯგუფის რაღაც გარკვეული რაოდენობა და განსაკუთრებით ომეგა-3-ზე არის აქ საუბარი, რადგან ომეგა-3-ს აქვს ცოტა დეტოქსის ფუნქცია ორგანიზმისათვის და ასევე აქვს დადებითი ზეგავლენა აი ამ ზედმეტი ცხიმები, რაც მივიღეთ, მის გასანეიტრალებლად ამ ომეგა-3-ს. ვიღებთ 500 გრამ თევზს, მთელი დღის განმავლობაში ვანაწილებთ დაახლოებით 4 მიღებაზე 100-150 გრამის ფარგლებში უნდა დავალაგოთ ეს თევზი დღის განმავლობაში და დაშვებული არის მასთან ერთად დაახლოებით ლიტრ-ნახევარი 2 ლიტრი წყალი, 1-2 ჭიქა ჩაი, 1 ჭიქა ხსნადიან ყავა, რომელი ყავა სულ ერთი ამ შემთხვევაში და მინერალური წყალი შეგვიძლია 9 ლიტრიდან 1 ლიტრის ფარგლებში ამ დღეს ასე. შენ აი ვთქვათ დილას რომ ვიღვიძებ როგორ დავიწყო თევზის დღე მაქვს. თევზით უნდა დავიწყოთ თევზის დღე გვაქვს. ანუ საუზმეც უნდა იყოს ან მხოლოდ სითხე ან თევზი ან სხვა არაფერი. მარილი ცოტა ოდნავ? ოდნავ მარილი დაშვებული არის, შაქარი არ შეიძლება. ლიმონი, თევზი. ლიმონი შეგვიძლია ცოტა ოდნავ მოვაწოროთ ასე ვთქვათ. მაგრამ ეს ბოსტნეული და არაფერი თევზთან ამ დღეს არა, მხოლოდ თევზია პირველ დღეს. მეორე დღეს არის უკვე ბოსტნეული. ბოსტნეული არის დაახლოებით კილოგრამ-ნახევარი. შეგვიძლია როგორც უმის სახით, ასევე მოთუშული სახით, ასევე ღუმელში გამომცხარი სახით. უპირატესობა რა თქმა უნდა ენიჭება ყვავილოვან კომბოსტოს, ბროკოლს, ჩვეულებრივ კომბოსტოს თუ არ გვბერავს, მაგრამ თუ გვბერავს შეგვიძლია პირველი ნახარში რომ გამოუცვალოთ, რა თქვა ამ კომბოსტოს ან გამოვაცხოთ ეს კომბოსტო. შეგვიძლია სტაფილობოთ, სტაფილო ბევრი არ მოგვივიდეს, ძალიან კალორიული პროდუქტია. კი, საკმაოდ, იმიტომ ნახშირწყლების რაოდენობა ცოტა დიდია შეგეთ, შეგვიძლია მცირე რაოდენობით ჭარხალი, ყაბაყი რა თქმა უნდა, ბადრიჯანით შეგვიძლია და კიდე პომიდორიც? რა თქმა უნდა, კიდე პომიდორზე კალორიაჟი ძალიან დაბალია და თავისუფლად შეგვიძლია გამოყენება. ბოსტნეულის დღეზე უფრო სითხის რაოდენობა მეტი უნდა იყოს 2 ლიტრამდე მაინც რომ გავზარდოთ, რადგან აქ ბოჭკოვანი ნივთიერებებია და მონელების პროცესი ცოტა სხვანაირად მიმდინარეობს ყურძნის წყალში. აქაც დაახლოებით 4-5 ჭამაზე უნდა იყოს განაწილებული ეს ბოსტნეული, მაგრამ ბოსტნეული დღე შედარებით მარტივია, იმიტომ რომ რაოდენობრივად ბოსტნეული ბევრია და დანაყრების მომენტი უფრო მეტი აქვს ამ ბოსტნეულს და შიმშილის მომენტები არ აქვს. შენ ბოსტნეულის დღეზე რა თქმა უნდა ვიღებთ ამ ბოჭკოს, რომელიც დიდი ხანი შეიწვება ყურძნის წყლის ტრაქტში, ვიღებთ ასევე ვიტამინებს, მინერალებს, B-ჯგუფის ვიტამინებს განსაკუთრებით, თუ ბროკოლს და ყვავილოვან კომბოსტოს მივისვათ ომეგა-3-იც არის მასში და ასევე იმ ყველა მიკრო-მაკროელემენტებს, რაც ძალიან გამდიდრებულია ბოსტნეული. მესამე დღე არის უკვე. მესამე დღემდე კითხვა მაქვს. შოთა, აი მაგალითად მე მიყვარს სალათი. შემიძლია ბოსტნეულის დღეს სალათი თავის ძმრით და ცოტა ზეთით და ცოტა ხახვით და ანუ ეს არა. ხახვით შეგვიძლია, ზეთი და ძმით არა, იმიტომ რომ ეს უკვე სხვა პროდუქტი შემოდის, ეს უკვე ცხიმოვანი პროდუქტი არის და ძმარშიც კიდე სხვა ნივთიერებებია დამატებული. და თქვათ აი სალათს ცოტა ყველი უხდება, არც ეს არ შეიძლება. არა, აქ უნდა იყოს სუფთად ბოსტნეული ამ შემთხვევაში. გაიშალა ისევ სუფრა და არა, ნუ მაინტერესებს, ეხლა მთელი დღე რომ ბოსტნეულზე ვყავ, რაღაცა ხომ უნდა მიმოყოლები. მაგიტო ყავხარ მთელი დღე ბოსტნეულზე, რომ ბოსტნეულზე უნდა ყავდე მთელი დღე. შეგიძლია ცოტა თუ მაინც და მაინც მარი ჩაანაცვლო ცოტა ლიმონით. ხო ასეა იქ. ცოტა ლიმონი გადის იმაში. მესამე დღე არის უკვე ქათმის დღე, მარტივ ენაზე რო ვთქვათ. ქათამი ესეთი ყველაზე გავრცელებული ხორცს პროდუქტია დიეტების დროს, რადგან ეს არის ესეთი ამომავალი წერტილი, რადგან ცილა არის, ადვილად მისაღებია, ადვილად მოსანელებელი, ადვილად მოსამზადებელია. ხა ქათამი როგორი სახით იქნება მომზადებული არ აქვს მნიშვნელობა, დაახლოებით 400-დან 800 გრამამდე ქათმის ხორცი შეგვიძლია, არც ისე ცოტაა მომზადებული ქათმის ხორცის რაოდენობა. არა, 20 დაახლოებით 150 გრამი გამოდის მომზადებული, იმიტომ რომ მე უკვე ხო პატარავდება მომზადების მერე ხორცი. შეტა შემწვარი? შემწვარი შეგვიძლია ღუმელში რომ გამოვაცხოთ, ან
გრილში რო შევკრათ ეს ქათა. კანი დიდად არასოდეს არ არის რეკომენდებული ქათმის კანის მიღება, მაგრამ ეხლა თუ გიყვარს მეგვირთვათ არა უშავ. ცოტა ცხიმს მივიღებ ზედმეტი რაოდენობა. ცოტა ლოიალური, მესამე დღეს ცოტა გამილოიალურდა. 800 გრამს ქათან 800 გრამამდე ქათამი შეგვიძლია მივიღოთ, ესეც 4 კვებაზე გაყოფილი დღის განმავლობაში. და ამ დროს, რა თქმა უნდა, ბეჯგუფის ვიტამინები ქათამშიც არის, ომეგა-3 შედარებით ნაკლებია, მაგრამ ფოსფორი, კალიუმი და მაგნიუმია დიდი რაოდენობით, რაც ელექტროლიტებით გაამდიდრებს ჩვენს ორგანიზმს. მეოთხე დღე არის უკვე მარცვლოვნების დღეს ვეძახით, ანუ აქ იგულისხმება წიწიბურა, იგულისხმება ჭვავი, ქატო, აი ეს ბრინჯი, ჰერკულესის ფაფა, რომელიც აი ამ მარცვლოვნებისგან დამზადებული პროდუქტებისგან მომზადებულ რაღაც რაციონს ვიღებ. აქ ეხა ესეთი შეზღუდული რაოდენობა ზუსტად ციფრობრივად არ არის, იმიტომ რომ ზოგი მჩატია, ზოგი მძიმეა. დაახლოებით საუბარი არის 600-დან 700 გრამამდე აღნიშნულ პროდუქტზე. როგორ მზა, კი, ბაჭო. და დღის განმავლობაში ესეც დაახლოებით 4-5 მიღებაზე უნდა გადანაწილდეს. და ამ დროს ჩვენ ვიღებთ უკვე დიდი რაოდენობით ბეჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ამ პროდუქტებში არის უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ეს იგულისხმება ჭვავის პროდუქტები თუ არის, ასევე ქატო, რომელიც ქატო კარგი ამავდროულად არა მარტო როგორც ვთქვათ, შემადგენელი კომპონენტებისგან, არამედ კუჭის პერისტალტიკის, კუჭაწყლის პერისტალტიკის. საქმესაც ხვაყრიან ცოტას. კი, გასტროენტეროლოგების ნიშნავენ ხოლმე თითო სუფრისკოვზე 3-ჯერ დღეში, ვისაც შეკრულობა ახასიათებთ იმ პაციენტების, რადგან ეს მოქმედება კუჭის გააძლიერებას, თქვათ, საფაღარათო ეფექტი აქვს მარტივ ენაზე რომ ვთქვათ. და მით უმეტეს ჩვენ როცა ცილოვან კვებაზე ვიყავით წინა დღეს, ეს ცოტა ახდენს გავლენას ასევე კუჭაწყლის ტრაქტზე. მაშინ კიდევ ერთ შეგეკითხება, ვთქვათ, ჰერკულესი როგორ ვამზადებ რძით? არა, წყალს. წყალზე უთაფლოდ, უხილოდ, უყველაფროდ, მხოლოდ წესიდან რიგით ისეც ესე უნდა მოვამზადოთ ჩვეულებრივ დღეებში. მაგრამ გამო რა თქმა უნდა, ხა კარაქი ზოგადად დაშვებული არის არა ამ დიეტის დროს, არამედ სხვა დიეტების დროს. ზოგადად დაშვებული არის კვების რაციონში 15 გრამი დაახლოებით, როგორც პურზე, ასევე თუნდაც ჰერკულეს ახნი, რომ კარაქი, ოღონდ ნამდვილ კარაქზეა საუბარი და არა რაღაც ხელოვნურად დასინთეზირებულ კარაქზე. ნამდვილი კარაქი პირიქით სასარგებლო ორგანიზმის. ციციბურას ესე მშრალად უნდა იყოს, არანაირი რძით და არაფრით, მხოლოდ მშრალად მოხარშული. მშრალად მოხარშული უნდა იყოს ამ შემთხვევაში და ну ხა ძალიან თუ გაგვიჭირდება, შეგვიძლია ცოტა ოდნავ ზეთი უქნათ, მაგრამ ბევრი მაინც რო არ მოგვიყვება. მაგრამ სხვა რაღაცეები გამორიცხულია. სხვა უნდა დავამატოთ. მე-6 დღე არის უკვე ხილის დღე და ხილის დღეზე უკვე ჩვენი მიზანი არის, რომ უკვე რაც აი ამ 6 დღის განმავლობაში ჩვენ მინერალების შედარებით დავაკელით ორგანიზმს, აქ უკვე ბევრი მივიღოთ, დაახლოებით კილონახევარი ხილი უნდა შევარჩიოთ, მაგრამ არ არის რეკომენდებული ტკბილი ხილის მიღება, თქვათ როგორიც არის კარალიოკი, მსხალი, ლეღვი, ყურძენი, ნესვი და ასევე ბალი. ალუბალი ხარ არის, მაგრამ ისე ზოგადად შეიძლება. გეგონოს მაქვს გაყინული. ეგ ძალიან კარგია. სოციალს გაყინულ ხილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, ზაფხულის ხილი მე ვიტამინებს კარგად გვივსებს. და ეხლა რაც არის ციტრუსები ყველაფერი შეიძლება, ეს კივი, ფეიხო, მანდარინი, გრეიპფრუტი, ვაშლი და თუ ხედავთ რომ ჩვენ ცოტა შიმშილის მომენტი გვაქვს ამ დიეტაში დაშვებული არის ასევე ბანანის გამოყენებაც. ისე ბანანს დიდად არ თავთხოვე დიეტაში. ალბათ მაქსიმუმ დღის განმავლობაში. კი ბატონო. და მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენ და აი ეს დღეების რაოდენობა არ ავრიოთ. თანმიმდევრულად ეს 6 დღე რომ დავიცვათ აუცილებლად და მაქსიმალურად რომ ეს 6 დღე იყოს მოცემულობა ჩვენთვის აუცილებლად და შეგვიძლია ვთქვათ წელიწადში ერთხელ ხო ვთქვი რომ ეს დიეტა შეიძლება დაცული იყოს, მაგრამ გადაბმულად შეგვიძლია 2 გაკეთება გავაკეთოთ და ვთქვათ 1-6 დღე დავასრულოთ და მეორე 6 დღე რომ გადავაბათ 2 კვირიანი დიეტა რომ გავაკეთოთ ეს დიეტა. ჩვენ აი ხილის დღე თუ მაქვს, შემიძლია რომ მიუსლი გავაკეთო და ყველაფერი ხილი ერთმანეთში აურო.
და ისე. მიუსვით შეგვიძლია, სმუზით შეგვიძლია. ეს ერთმანეთში ერთმანეთში არევად შეგვიძლია, იმიტომ რომ აქ ახლა შეზღუდული არ ვართ. შიმშილის გრძნობა. კი, ძალიან კარგად კლავს შიმშილის გრძნობას, ასევე დანაყრების მომენტსაც კარგად იძლევა ეს ხილი. რაც ძალიან კარგია ჩვენთვის ამ შემთხვევაში. და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს ხილი აი ესე, დავიდებ და სულ წავით მუცნებით. ესეთ დალაგებულად რო იყოს 3 საათიანი ინტერვალი დავიცვათ კვებებს შორის. რატო მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ კუჭაწყალვის ტრაქტმა უნდა მოასწროს ერთი პროცედურის ჩატარება, მონელება, მერე მეორე ისე მონელება. და ხილი ცოტა შეფერილობასაც კი, რა თქმა უნდა, იწვევს და თან ისეთი ზოგიერთისთვის ცოტა მძიმე პროდუქტიცაა ხანდახან ეს ხილი. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაცული იყოს ეს ხილის ჩართულობა და რეჟიმი და რაციონი აუცილებლად კარგად, რადგან ხილი ზოგიერთთვის შეიძლება დადებითი იყოს, მაგრამ ზოგიერთთვის პირიქით შეიძლება მავნებელიც აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ხილის დიეტის დროს ესა ჯერადობა იყოს კარგად დაცული აუცილებლად მაქსიმალურად. ხილის დღეს შეიძლება რომ ფრეშიც მივიღოთ? კი, რა თქმა უნდა, ფრეშიც შეგვიძლია და დავწუროთ კიდევაც შეგვიძლია. და ასევე ხათია დღეს მინდა კიდევ მეორე დიეტაზეც ვისაუბროთ, ეს არის კეტო დიეტა. თუ საშუალება ჩვენს პროდიუსერებს ვთხოვოთ, რომ სლაიდი რო გვაჩვენოთ კეტო დიეტის. კარგი, ტექნიკური პრობლემა და სამწუხაროდ ვერ გვაჩვენე, მაგრამ არა უშავს. მე მგონი კეტო დიეტა უფრო მომწონს მე. ოღონდ ეხლა შეხედეთ რა ხდება, რატო ავარჩი კეტო დიეტა მეორე დიეტის განხილვისათვის, რადგან ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტი, აი ეს 6 ფურცლიანი დიეტა უნდა დავიცვათ. ჩვენ თუ გვინდა გახანგრძლივებული ეფექტი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯანსაღი ბალანსირებულ კვებას, ასე ვთქვათ, არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ ხშირად არის ხოლმე ზოგიერთი ვერ ახერხებს ამ ჯანსაღი ბალანსირებული კვების დაცვას. და რაც შეეხება ხა კეტო დიეტას, კეტო დიეტა არის გადართვისთვის ერთ-ერთი მარტივი, იმიტომ რომ ცხიმებთან ახლოს არის და ჩვენ საკვებ პროდუქტებთან რაც ვიკვებებოდით ამ ხნის განმავლობაში არის ძალიან ახლოს. თან მე მგონი ცოტა უფრო დანაყრებულიც ხარ. უფრო დანაყრებულიც არის, თან პროცენტულად განაწილება როგორ არის? დაახლოებით 70-80% უნდა იყოს ცხიმი, დაახლოებით 20-25% უნდა იყოს ცილა და დაახლოებით 5-15% უნდა იყოს ნახშირწყლები. ეხლა რა შეეხება აი ამ საკვებ პროდუქტების არევას? ყოველთვის კითხვაა, რომ როგორ შევარჩიოთ საკვებ პროდუქტები კეტო დიეტის დროს. აი ცხიმოვან პროდუქტებში თქვა იგულისხმება ზეთი, კარაქი, ავოკადო, ავოკადო? ცხიმოვანში იგულისხმება კი ამ შემთხვევაში კეტო დიეტის დროს. და გარდამავალი პროდუქტები არის ცილებსა და ცხიმებს შორის, სადაც ცილაც არის და ცხიმიც არის, ეს არის ხორცპროდუქტები, ეს არის კვერცხი, ეს არის ძის პროდუქტები. კეტო დიეტაში სხვათა შორის დაშვებული არის ასევე ძეხვეულის გამოყენებაც, რომელსაც ჩვენ დიდად არ ვებხრობით, მაგრამ შესაძლებელია ძეხვეულის გამოყენებაც. რაც შეეხება აი ნახშირწყლოვან პროდუქტებს, კეტო დიეტის დროს ნახშირწყლოვან პროდუქტებში იგულისხმება ყველანაირი ბოსტნეული, ყველანაირი ხილი, ყველანაირი არის ტკბილეული შოკოლადი, კამფეტი და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის ყოფილა ეს დიეტა ჩემო ბაჯო. ხო, სადაც ეს დაახლოებით აი ეს ნახშირწყლოვანი პროდუქტი უნდა იყოს დაახლოებით 5-10%, მეტი არ უნდა იყოს დღის რაციონის, ასე ვთქვათ. მაინც ასე ვთქვათ, ჩვენი დიეტის შედგენა არის უფრო მეტად ცხიმოვანი პროდუქტებისგან წარმოებული, აი პირველი რაც ვახსენეთ და ცილასთან კომბინაციაში უნდა იყოს ეს ცხიმოვანი პროდუქტები აუცილებლად. აქ მე თავი არსი რა არის ამ კეტო დიეტის დროს, რომ ორგანიზმი უნდა გადავიდეს კეტო წვაში. კეტო წვა რა არის? ეს არის, როდესაც ღვიძლი ახდენს დაგროვილი ცხიმოვანი ნივთიერებების წვას. შეიძლება ეს ღვიძლისთვის არ არის დათვირთვა? ხანგრძლივ პერიოდში კი, რა თქმა უნდა. ამ კეტო დიეტის ერთ-ერთი უკუჩვენება არის და შეუძლია თქვათ ის რაც ზოგადები არის ორსულობა და ასე შემდეგ, ასევე ვისაც აქვს მიდრეკილება მაღალი ქოლესტერინის მიმართ. ანუ ჯერ ანალიზი ყველა ვარიანტი უნდა გაკეთდეს. აუცილებლად კეტო დიეტის დროს მით უმეტეს აუცილებელია ზოგადი წარმოდგენა ღვიძლის ფუნქციებზე, ლიპიდურ სვლაზე, ინსულინ რეზისტენტობაზე გქონდეს და ასევე ფარისებჭულის ფუნქციაზე რა მდგომარეობაში. იმიტომ რომ კეტო დიეტა პირველად შემუშავებული იქნა ნევროლოგიური პაციენტებისთვის, ვისაც ეპილეფსიური შეტევები ჰქონდათ, რადგან დაფიქსირდა, რომ ეპილეფსიურ შეტევებს შორის დრო ხანგრძლივდებოდა და ეს თითქოს და რემისიას იძლეოდა ამ დაავადებს და პირველად როგორც ნევროლოგიური დაავადების სამკურნალო ისე იყო შემოტანილი და შემდგომ იქნა უკვე შემოტანილი ნელ-ნელა ეს როგორც წონის დასაკლები, ასე ვთქვათ.
მაგრამ ყველა ვარიანტში ანალიზი საჭიროა. არა, ანალიზი საჭიროა აუცილებლად. ანალიზის გარეშე რეკომენდებული არა დავიცვათ, იმიტომ თუ ჩვენ არ ვიცით ჩვენი საწყისი ქოლესტერინის დონის მაჩვენებელი როგორი არის, ესეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება პირიქით დავაზიანოთ ჩვენი ორგანიზმი ამ არასწორი ცხიმების მიღებით. დაახლოებით ეფექტი არის პირველი თვის განმავლობაში 5-6 კილო, იმიტომ რომ ეს არ არის ძალიან სწრაფი კლების დიეტა. უბრალოდ ამ დიეტის დროს ის არის მომხიბვლელი, რომ საკვებ პროდუქტებში ძალიან შეზღუდული არ ხარ და ეს ცხიმიან საკვებ პროდუქტებს უფრო მეტ ჭამ და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში, როცა შემოწე ცხიმიანი პროდუქტი, ორგანიზმის ესეთი ყოველდღიური მოხმარების ენერგია არის ნახშირწყალი. და ჩვენ როცა ნახშირწყალს ღუდავთ და ცხიმი შემოგვაქვს მის მაგივრად, ორგანიზმი იწყებს ნახშირწყლების მობილიზებას, თვითონ დარეზერვებული ნახშირწყლების მობილიზებას ორგანიზმში და იწყებს შინაგანი წვის პროცესების წარმოებას. ეხლა კეტონურ წვაში გადასვლა სჭირდება დაახლოებით 10-15 დღე მინიმუმ. დაწყებიდან 15 დღეში ველოდოთ ცოტა უკვე ეფექტებს, უკვე შედეგს და პირველად უკვე შარდის ანალიზში უნდა გამოჩნდეს კეტონური სხეულები. კეტონური სხეულები გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ უკვე კეტონურ წვაში გადავიდა ორგანიზმი და დაიწყო ორგანიზმზე წვა და ზუსტად ამ პერიოდში უკვე მნიშვნელოვანი არის ხოლმე ზუსტად ის პერიოდი ეს 10-15 დღე რომ არაფრით არ დავარღვიოთ კეტო დიეტა. როგორც კი კეტო დიეტას დავარღვიოთ და ცოტა ზედმეტი რაოდენობით ნახშირწყალს ჩავსვამთ საკვებ პროდუქტებში, ესეთ შემთხვევაში მაშინ წყდება ეს ციკლი. და ციკლი რო წყდება, გამოდის რომ ეს 10-15 დღე წყალში ჩავყარეთ და არაფერი არ გამოვიდა და არაფერი არ გაგვიკეთებია, ესე გამოდის. ამიტომაც არის რომ კეტო დიეტის დროს აუცილებლად სწორად უნდა დავიცვათ ეს დიეტა და არ დავარღვიოთ და არ შეურიოთ დიდი რაოდენობით ნახშირწყალი და არ შეურიოთ დიდი რაოდენობით ცილები. ну აკრძალვა მაინც თქვათ არ შეიძლება მეძუძური დედებისთვის, არ შეიძლება ორსული ქალბატონებისათვის, არ შეიძლება ვისაც ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი აქვს, იმათვისაც არ შეიძლება, ვისაც დიაბეტი აქვს, ვისაც გულის უკმარისობა აქვს, მათვისაც არ შეიძლება კეტო დიეტის დაცვა და ამავდროულად მნიშვნელოვანი რა არის, რომ კეტო დიეტის დაცვის დროს დაშვებულ პროდუქტებზე, ესე იგი, აქ შეიძლება სოსისიც, ძეხვიც, მაგრამ მაქსიმალურად არ ვიცით ინფორმაცია ამ სოსის და ძეხვის რა შედის. ხო, ну ჯანსაღი ხორცი ჯობია. ჯანსაღი ხორცი ჯობია და თუ ჩვენ გვინდა რომ უპირატესობა მივაიჭოთ, იყოს ეს თქვათ, აქ არის შემწვარი ხორცი, კარაქში შემწვარი შეიძლება, ცხიმში შემწვარი შეიძლება. ცხიმზე დიდი შეზღუდვა ამ დიეტაში არ არის. არაჟანი, კარაქი, შეზღუდული რაოდენობა არ არის, რამდენიც გინდა მიირთმევა, ასე ვთქვათ. შეიძლება მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება კეტო დიეტაზე იყოს ადამიანი? დაახლოებით 3 თვე არის საშუალო მაჩვენებელი, როცა ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ როგორი არის ჩვენი ცხიმოვანი ცვლა, როგორია ღვიძლის მდგომარეობა, გადავდივარ თუ არა კეტონურ წვაში, ეს შარდში უნდა იყოს კეტონური სხეულები აუცილებლად. თუ შარდში კეტონური სხეულები არ ჩნდება, მაშინ რაღაცა მიზეზი უნდა ვეძებოთ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რომ ორგანიზმი არ გადადის კეტონურ წვაში და ჩვენ თუნდაც მივხვდებით, რომ წონის კლება არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ეხლა აი ამ ახალი წლის პერიოდში მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ რაც ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, ეს განტვირთვის დღეები რამდენადაც შესაძლებელი იქნება რომ გავაკეთოთ. თუ განტვირთვის დღეები არ გამოგვია, შეგვიძლია 6 დღიანი ეს დიეტა, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამას გავაკეთოთ და გახანგრძლივებულ პერიოდში ცოტა რომ წავეხმაროთ, რა თქმა უნდა, ბალანსირებულ კვებას ალტერნატივა არ აქვს, კიდევ ერთხელ გავმეორდები, ჯანსაღი ბალანსირებული დიეტა, მაგრამ ესეთი სიმარტივისათვის შეგვიძლია ცოტა კეტო დიეტაც დავახმაროთ. შეიძლება მითია თუ რეალობაა, რომ კეტო დიეტის დაცვისას უმნიშვნელოვანესია 18 საათიანი ინტერვალის გაკეთება? არა, კეტო დიეტის დროს 18 საათიანის მოთხოვნა არ არის, მაგრამ თუ არ დავიცავთ 18 ახლა კომბინაციაში გავაკეთებ 18 საათიან და კეტო დიეტას უფრო ეფექტური იქნება, იმიტომ რომ ზუსტად კეტონურ წვაში იქაც ანალოგიური მდგომარეობა, უბრალოდ იქ შიმშილით ვიწვევთ კეტონურ წვას ორგანიზმში, იმიტომ რომ ორგანიზმს ვაძალებთ, რომ დარეზერვებული ნახშირწყლები დაწვას, ასე ვთქვათ და ერთმანეთთან კომბინაციაში თუ გავაკეთებ, კიდევ უკეთესი იქნება, მაგრამ ცოტა რთული იქნება. შენი რომელი იყო, პირველი დიეტა თუ მეორე? სწორი კვება. მართალია, ბაჭა. მადლობა მინდა გადაგიხადო შეთანხმება, წარმატებები მინდა გისურვო მომავალ კვირამდე დაგემშვიდობები. რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა, რეკლამა ძალიან მალე გაივლის, თქვენ არ გადართოთ დაგვანებით.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც ანა ზაკაშვილთან ერთად განვაგრძობთ. ანა, მოგესალმებით დილამშვიდობის და საინტერესოა რა თემა მოგვიტანე და რა რჩევები უნდა მოგცე. ანა, დილამშვიდობის. მოგესალმებით სტუდიას. კი, ესე გამოვიდა და ძალიან მიხარია რა ახალი სეზონი და თქვენთან ერთად. მოკლედ, დღეს უნდა ვილაპარაკოთ, როგორც დაგიანონსეთ, ძალიან თემატურ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ განწყობები ახალი წლის მაინც და მაინც მთლად ისეთი არ არის, როგორც გქონდა ხოლმე გასულ წლებში, მაინც აქტუალური არის ახალ წელს ქართული სუფრა და აი ეს, რასაც ახლა ეკრანზე ვხედავთ, ეს არის იგი შოთა ჯანჯღავას თემას ვაგრძელებთ. კი ბატონო. ხო, და დღეს ჩვენს სტუმართან ერთად უნდა ვასწავლოთ ჩვენს მაყურებლებს, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი თარიღები უკვე უკან მოვიტოვეთ, ძველით ახალი წელი ხომ გვაქვს კიდევ შესაბამისად. კი, ეს მძიმე თარიღი ჩვენი ორგანიზმისთვის ჯერ კიდევ წინ არის და შესაბამისად უნდა მივცეთ ჩვენს მაყურებლებს რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ორგანიზმი ალკოჰოლის მისაღებად, რომ შემდეგ არ ჩავვარდეთ ასეთ დღეში და შემდეგ კიდე ნაბახუსებზე როგორ უნდა მოვუაროთ საკუთარ თავს და ასევე ვისაუბრებთ იმაზე, როგორ უნდა ავარიდოთ თავის საჭმელით ინტოქსიკაციასაც და რამდენი ხნით უნდა შევინახოთ საკვები მაცივარში ახალი წლისთვის. სწორედ ამიტომ ხოლმე ხო იცი ახალ წელს საკვების მერე კი ბატონო. და მივადგენთ ხოლმე ხო გახსაბ ხო არ გადავხრი და რომ ირთმევ საცივს ხედავ. ხო, სწორედ ამ თემებზე ჩვენთან სტუმრად მოვიდა ქალბატონი ეკა ქურდაძე, მექიმი ტოქსიკოლოგი. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მოგბრძანდით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. სიტყვები რომ საჭირო დროს. ძალიან მნიშვნელოვანი დროს და სხვათა შორის ძალიან მეშინია ხოლმე, როცა ადამიანები ამბობენ რომ ნაბახუსები ვარ, იმიტომ რომ ბახუსი რამდენადაც ვიცი საკმაოდ ისეთი საშიში მდგომარეობაა ორგანიზმისთვის. ხშირ შემთხვევაში ჯვარი გვეწევს ყველას, მაგრამ ფატალურადაც შეიძლება დასრულდეს ხოლმე ეს გადაცემის შემდეგ ყველაფერი იქნება ისე როგორც ქალბატონო ეკა, მოდი ჯერ დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ აი რანაირად უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი იმისთვის, რომ არ ჩავარდეთ ესეთ მდგომარეობაში, დისკომფორტში, მოკლედ, რასაც იწვევს ნაბახუსები. თუ კი არსებობს რაიმე საშუალებები და გზები, რომ შევამციროთ ის ეფექტი, რაც შემდეგ დალევის პროცესს მოჰყვება ხოლმე. მოგესალმებით თქვენს და თქვენს მაყურებელსაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის. საახალწლო პერიოდში განწყობა ცოტა სხვაგვარი უნდა გქონდეს ალბათ და ერთგვარად გვინდა ალბათ რომ ცოტა ალკოჰოლითაც ესე ვთქვათ შევემზადოთ ამ განწყობისთვის. ერთგვარად ანტიდეპრესანტად არის მოხსენებული და გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, სტრესსაც გვიხსნის. ბევრი ადამიანი ზუსტად ამიტომ ეჩვევა ალკოჰოლის მიღებას და დღესასწაულზე ტრადიციულად გვინდა ხოლმე ერთმანეთს მიულოცოთ, თუმცა ამ პერიოდში ძალიან დიდია მოლოდინი საახალწლო სუფრისაც და დატვირთული საკვებით, ასე ვთქვათ, მიღების მერე ალკოჰოლი არც ისე სასიამოვნოა. ზომიერები უნდა ვიყოთ ამისთვის. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, სანამ დაალევას დავიწყებთ. ალკოჰოლის ერთ-ერთი გართულება არის გამოშრობა. სხვათა შორის სარია ხოლმე ხშირად ნაბახუსებზე შარდმდენს აძლევენ ადამიანს. შენ მედიკამენტის ესე ხელაღებით გამოყენება არასასურველია და ალკოჰოლი თვითონ იწვევს ორგანიზმის გამოშრობას. მითი ერთ-ერთი პრობლემა, რატომაც გვტკივა თავი გარდა იმ შუალედური პროდუქტების არის გამოშრობა. ამიტომ სითხის მიღება მნიშვნელოვანია, ოღონდ არა ნაბახუსებზე. ხანდახან ამბობენ ხოლმე წნევა მაქვს მაღალი. წნევაც ამიტომ არის. დეჰიდრატაცია ქვია, სითხის ზედმეტი ნაკარგი ალკოჰოლი შარდმდენია, თვითონ აძლიერებს შარდის გამოყოფას, გამოშრობას და მერე ნაბახუსებზე სპაზმი მოდის. ეს არის შუალედური პროდუქტების ბრალი, სისხლძარღვების შევიწროვება აქტიური. თვითონ ალკოჰოლის მიღება რელაქსს იწვევს და ამიტომაც აქვს ბევრ სურვილი, რომ ნაბახუსებზე ისევ ალკოჰოლი დალიოს, რომ გაფართოვდეს სისხლძარღვი. რეკომენდებული არის ნაბახუსებზე კიდევ ალკოჰოლის. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ წინასწარ შეგვიძლია ამაზე შემზადება დღის მანძილზე, როცა გეგმავთ. მით უმეტეს ახალი წელი ისეთი პერიოდია, რომ ვიცით, როცა რომ უნდა დავლიოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია დღის მანძილზე მივიღოთ წყალი, ხილია ძალიან კარგი და სითხით მდიდარი პროდუქტი, რომელიც დაგვეხმარება და უფრო ცილოვანი ვიდრე ცხიმი და კი ბატონო. ანუ ორგანიზმი როცა ამ შემთხვევაში შემზადებულია, მერე ალკოჰოლის მიღება. ოღონდ ალკოჰოლსაც აქვს მნიშვნელობა, რამდენად კონცენტრირებულია. რაც უფრო მაღალ კონცენტრირებულია, უფრო მეტი რისკი აქვს გართულებების, ანუ კონიაკი და უფრო მაღალპროცენტული კი ბატონო. სასმელი, რა თქმა უნდა, სად შევიძინეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისი დამზადებულია, ხშირად ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი დამზადებულია, თუ კი ნამდვილად ვიცით, რომელი ყურძენი შევიძინეთ, მე როგორ დავამზადეთ და დამზადების პროცესიც ხშირად ისე სავალალოდ თავდება ხოლმე, თუ არ ვიცით მისი დამზადება, შეიძლება მსხვერპლიც კი მოყვეს დამზადების პროცესში, ისეთ ნივთიერებებს გამოყოფს, დუღილის პროცესს გულისხმობ და შემდგომ ეტაპზე თუ კი მივიღეთ სასმელი და ნამდვილად ვიცით, თუმცა ამასაც არავინ არ გვიმოწმებს, ხო, სახლში დამზადებულ სასმელს ნამდვილად არ წაიღებს
იშვიათობითი გამონაკლისის გარდა შესამოწმებლად, რომ მაშინ დასაშვები ნორმაა თუ არა, თუნდაც ეთილის სპირტი ან სხვა რაიმე სპირტი მეთილით შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით, ან სხვა მინარევი, მძიმე მეტალებიდან, შხამქიმიკატებიდან დაწყებული, შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას სახში დამზადებულმა სასმელმა. თუ ვიცით და დარწმუნებული ვართ და ანუ გვაქვს ეს ტრადიცია და დავამზადეთ კარგი ეგრეთ წოდებული სასმელი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ღვინო, თან აქვს მნიშვნელობა თვითონ შემცველობას, არის ზოგიერთი ღვინო, რომელსაც აქვს მინარევი, ესე ვთქვათ, მისი თრობა არ შეიძლება. გარკვეული ჯიშებია ღვინის, რომელიც კი ბატონო, მისის ესე გამოყენება ბოროტად, ჭარბი რაოდენობით არ არის სასურველი და სპირტსაც აქვს მნიშვნელობა რამდენ პროცენტიანი. ახლა არის ხოლმე ძალიან მაღალი პროცენტული შემადგენლობის, 40-ზე მეტია, ზოგადად დასაშვები არ არის 40-ზე მეტი, არ გამოიყენება როგორც კვების საკვები პროდუქტი. მაშინ შედის და კონიაკში 40%-ია და ამაზე მეტი არ უნდა იყოს. ანუ კონიაკი ყველაზე მძიმე სასმელი. მძიმე სასმელად არის ვისკი და კონიაკი, უფრო მძიმეა და რა თქმა უნდა, მას ამ რაოდენობით არ ვსვამთ. როგორც ღვინო შეგვიძლია, მაგალითად, რომელსაც აგრუიდან 12, შეიძლება 15%-იანიც კი იყოს ეთილის შემადგენლობა მასში, მას ამ რაოდენობით ვერ დავვლევთ, ასე ვთქვათ, კონიაკს, როგორც ღვინო შეიძლება დავლიოთ. და დასაშვები ნორმები, რაც მოიაზრება, რომ შეიძლება უსაფრთხო იყოს. თუმცა ჯანმოს თუ გადავხედავთ და დღევანდელი მონაცემებით, ალკოჰოლის არანაირი, ასე ვთქვათ, როგორი ჯანსაღიც არ უნდა იყოს, როგორი კარგი ხარისხიც, არ ითვლება უსაფრთხოდ. კი ბატონო, კანცეროგენად არის ალკოჰოლი მოხსენებული, როგორც თვითონ კი ბატონო, მისი მეტაბოლიტია. ნახეთ, ალკოჰოლი როგორი დაბალი კონცენტრაციისას არ უნდა მივიღოთ, მისი დაშლის პროდუქტი, რაც არის და ერთ-ერთი აცეტალდეჰიდია, სხვათა შორის თამბაქოს წვადი თამბაქოს მოწევის დროსაც გამოიყოფა, მას აქვს უნარი, ესე ვთქვათ, და ჩვენს ორგანიზმს საფრთხე შეუქმნას როგორც მწვავე პერიოდში, ასე ქრონიკული ექსპოზიციის დროს და ზუსტად აცეტალდეჰიდია კანცეროგენი, რომელიც იწვევს ძალიან ბევრი სისტემის დაზიანებას. გარდა იმისა, რომ ღვიძლს აზიანებს, არ არის მარტო, ესე ვთქვათ, ღვიძლის დამზიანებელი. ალკოჰოლი, რომელიც ჭარბი რაოდენობით მივიღეთ და მით უმეტეს შემდგომში ნაბახუსებით, ამ დროს ძალიან დიდი რისკია გულსჯელთა სისტემის დაზიანების. ერთ-ერთი სპაზმი ვახსენეთ, ეს სპაზმი არის არა მარტო პერიფერიული ორგანოების, ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე გულის და კორონარი, ანუ გულის მკვებავი არტერიის და ამ დროს ადამიანს, რომელსაც ისეთ შეიძლება ჰქონდეს პრობლემა, რისკია მიოკარდიუმის ინფარქტის. გულის ფრიალი რო აქვს ხოლმე დილა. ანუ გულის ფრიალი შუალედური პროდუქტია, ნაბახუსებზე უფრო მეტად. არასასურველია, ოთახის ტემპერატურის ჯობია, იმიტომ რომ ისე ცივი წყალით სპაზმს უწყობს ხელს და ეს არის ხოლმე რისკი. დალევაც და შხაპიც არ არის სასურველი, ძალიან ცივი, იმიტომ რომ ესეც სპაზმის გამომწვევია და არ გვინდა მით უმეტეს ნაბახუსებზე. ხოდაშორის ალკოჰოლზე როცა ვსვავთ, გვაქვს შეგრძნება, რომ ძალიან დაგვცხა. ამ დროს სისხლძარღვები ძალიან ფართოვდება, სახეც გვიწითლდება და რეალურად ტემპერატურა რო გავიზომოთ, დაბალია პირიქით და გარეთ თუ დავრჩებით, შეიძლება მოვიყინოთ, ასე ვთქვათ, გადაცივების რისკი ძალიან მაღალია. იმიტომ რომ სითბოს გასცემს ჩვენი ორგანიზმი და დანაკარგიც დიდია. ჩვენ კი გვაქვს შეგრძნება, რომ დაგვცხა, იმიტომ რომ გაფართოვდა სისხლძარღვები, გავიხადეთ, გავედით გარეთ, მაგრამ გადაცივების რისკი ძალიან მაღალია. ამ დროს და სითბოს დანაკარგი. ამას ნუ მიირთმევთ, რომ გარეთ დარჩეთ ბოლოს. სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე წნევა დაბლამოდის პირიქით და ამ დროს შეიძლება ადამიანი გონების კარგვამდე მივიდეს, აიქცეს, სადაც ალკოჰოლს აქვს სედაციის ეფექტი, სრული არეფლექსიამდე ესე მიდის ხოლმე, რომ საერთოდ დუმდება და ღრმა ძილში გადადის ადამიანი და ერთ-ერთი რისკი ალკოჰოლს აქვს ასევე, ესეც მისი შუალედური პროდუქტის დამსახურება, გულისრევა ღებინება. ალბათ გსმენიათ ადამიანების გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკი არის, სხვათა შორის მსუბუქი და საშუალო ინტოქსიკაციის დროსაც კი შეიძლება წამოვიდეს გულისრევა ღებინება, მით უმეტეს თუ ძალიან ბევრი მივირთვით. ნაყროვანების დროსაც, როცა საკვები ბლომად გვაქვს მირთმეული, ძალიან მაღალი რისკია ღებინების და თუ ადამიანს გონებაც დაებინდა ამ დროს და ძილიანობისკენ წავიდა, რა თქმა უნდა, მაღალი რისკი იქნება, რომ ეს საკვები მასები მოხვდეს სასუნთ გზებში. და ერთ-ერთი მიზეზი ხოლმე ყველაზე მაღალი სიხშირით არის ზუსტად ეს ასფიქსია, ასპირაცია ლეტალობის. ეკა, მითია თუ რეალობა, რომ დილას როდესაც მძიმე პახუსი აქვს ადამიანს, აუცილებელია ერთი პატარა ჭიქის მირთმევა, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ნახეთ, წამლის მიღებას ალბათ ეს ჯობია, თუმცა სასურველი არ არის, მაგრამ თუ კი სხვა გზა არ აგვაქვს და სახლის პირობებში სხვას ვერაფერს შევძლებთ, სასურველია რომ განზავებული სახით, იმიტომ რომ ისეთი სპაზმია, სანამ მედიკამენტი იმოქმედებს, თან გულისრევის შეგრძნება იმდენად მზარდია, რომ შეგვიძლია განზავებული სახით, ოღონდ ამან არ უნდა მიიღოს პერმანენტული ხასიათი და არ უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღე, ხო?
გაახანგრძლივებს. ანუ რა თქმა უნდა, რაც უფრო გაახანგრძლივდება, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე ადამიანებს დისკომფორტი აქვს, ბევრი აღწერს, რომ რაღაცა მაჯლაჯუნა გულის არეში ჭიანჭველები დადის, სიმძიმის შეგრძნება, თუ ეს გაახანგრძლივდა და არ გვეხსნება თუნდაც ამ ალკოჰოლის მიღების დროს სასურველია ექიმს მივმართოთ. მით უმეტეს თუ დატვირთული ანამნეზი გვაქვს. ხოდაშორის შუალედური ასაკია ყველაზე მძიმე მამაკაცებისთვის 40 წლის ზემოთ ითვლება, რომ რისკ ჯგუფი ამ დროს უფრო გაახანგრძლივებულია და იზრდება. წნევაც იმდენად მაღალია ხოლმე, რომ რისკია სისხლძარღვების განშრევების და ესეც ერთ-ერთი ამ დროს წნევის მარეგულირებელის ნახეთ არ მუშაობს. ყველაზე კარგია საძილე, მაგრამ ეხლა სახლის პირობებში კიდევ ძილი, ანუ ალკოჰოლის მიღებაც ერთგვარად რელაქსია, ფართოვდება სისხლძარღვი და ყველაზე კარგია ორგანიზმი იმდენად დავტვირთვეთ, რომ ზედმეტად გამოვაცალეთ ენერგია და ალკოჰოლის მონელების დროსაც ენერგიას ხარჯავთ საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, კარგად. ამ დროს ძალიან კარგია დაძინება. თუ კი შეგვიძლია რომ დავიძინოთ როგორმე, ანუ გარდა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება წნევის დამწევი მივეცით, შეიძლება მან არ იმოქმედა თუ არ დაიძინა. ყველაზე კომფორტულია. სხვადასხვა ძალიან კარგი საშუალება და რასაც მიმართავენ ხოლმე სახლში, თვითმკურნალობას, ეგრეთ წოდებული გადასხმების სახით და არ არის სასურველი. ამ ძალიან სიფრთხილეა საჭირო, ბევრი ეგრეთ წოდებული ექთანი დადის ხა რამდენად არსებობს რაღაც ნომრებით შემხვედრია, რომ აი კი ბატონო, ანუ ამ შემთხვევაშიც თუ არ იცის ამ სპეციალისტმა როგორ დაეხმაროს და ძალიან მძიმეა ჩემთვის როგორც სპეციალისტვის არ არის მისაღები ეს ფორმა, იმიტომ რომ თუ არ ვიცით პაციენტს რა მდგომარეობა აქვს, აუცილებელია ელექტროლიტები განისაზღვროს, რა მდგომარეობა, კარდიოგრამა მაინც ინახოს და შემდგომში მაინც, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკია გართულებების გულსიახლე როგორც მოგახსენეთ და ყველაზე პირველი რაც არის, ეს არის გულის კუნთი. და ჩვენ ეხლა დღესასწაული ვახსენოთ, ესეთი ცნებაც არის ალკოჰოლისთვის, სადღესასწაულო გული, როცა არითმიების რისკი ძალიან იზრდება. როცა ხანგრძლივად ვსვავთ, ორგანიზმი ბუნებრივია გვიბრაზდება, გულის ფრიალი რატომაც გვეწყება, ეს არის ერთგვარად ვერ მოვინელეთ, ვერ გადავამუშავეთ ბოლომდე და ერთ-ერთი რისკი აქვს ალკოჰოლს, ღვინოზე უფრო ნაკლებად არის ხოლმე სხვა სპირტზე უფრო მაღალ კონცენტრირებულზე, რომ შაქრის შემცველობა იკლებს ჩვენს ორგანიზმში და ეს ხდება ერთ-ერთი მიზეზი ცნობიერების შეცვლისას და რა თქმა უნდა, არც სისხლძარღვებს ადგებათ კარგი დღე. იმიტომ რომ ალკოჰოლი თვითონ მონელების პროცესში იყენებს ძალიან დიდ რესურსს გლუკოზის ხარჯვისას, გლუკოზა თუ არ გვაქვს, ვერ ვწვავთ ბოლომდე უსაფრთხო პროდუქტებად და ამ დროს შუალედური პროდუქტია ერთ-ერთი, რომელიც ხელს უშლის ასევე რომ ჩვენ ანუ როცა ჯანმრთელი ვართ, ჩვეულებრივად ხო არ ვჭამთ მუდმივად, ამ დროს ორგანიზმს აქვს უნარი გამოიყენოს რესურსი. ამ რესურსის გამოყენების უნარი იბლოკება თვითონ ალკოჰოლის დამსახურებით და მას აღარ აქვს ეს საკომპენსაციო მექანიზმი დალევის პროცესში. რაც უფრო გავახანგრძლივებთ, აი 2 კვირის მანძილზე თუ დავლევთ, ბუნებრივია რისკი გაგვეზრდება. კი, ანუ დღესასწაულო პერიოდი 2 კვირაა. არის არა ეგრეთ წოდებული ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანისთვის. ჩვეულებრივი. ეკა მიციათ მე ამდენ კითხავს, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ალკოჰოლი არ მიმიღია და ვარ ძალიან ისეთი გაუცნობიერებელი, მაგრამ ბევრი რამ მსმენია და ამბობენ რომ ტკბილი ალკოჰოლი კიდევ უფრო მძიმე მოსანელებელია ორგანიზმის, როგორიც ახლა ბრენდს ხომ რასაც იღებს ხოლმე იმაზე. ლიქიორი, ცოტა შოკოლადი. ნახეთ რა ხდება. როცა გლუკოზა ჩვენს ორგანიზმში სწრაფად, ანუ თუმცა მარტივი შაქარი, ტკბილს რასაც გულის ხოთ, ბევრს გონია რომ რადგან შაქარი გვიქვეითდება, დალევის პროცესში უნდა მივიღოთ ტკბილი, ეს არ არის სასურველი. როცა შაქარი და განსაკუთრებით მაღალი წნევის დროსაც არ არის შაქარი სასურველი და რატომ გეხვით? ზენარევები რო არის და გემრიელობები რო არის. ხო, ბეილი, ოღონდ ეს არ უნდა დავლიოთ ბევრი. არც ასეთი ტკბილი მეც რომ იმდენი რომ მართლა ასე გონების კარგვამდე მივიდეთ და გეტყვით რატომ. შაქარი რომელიც ძალიან მალე აითვისება ჩვენი ორგანიზმიდან, სანამ ორგანიზმი ამას გამოიყენებს და გადაიტანს ქსოვილებში, არის სისხლის მიმოქცევაში. შაქარი თვითონ დიდი მოლეკულაა და ხელს უშლის რომ სისხლის მიმოქცევა იყოს ადეკვატური და ხელს უშლის რომ ის მიკროელემენტები, ჟანგბადი მერე უჯრედებმა გამოიყენოს და ამიტომ თავის ტკივილსაც უფრო მეტად იწევს. არ ბლოკავს, უბრალოდ საცობს ქმნის ჩვენ სისხლძარღვში. ხშირად ვადარებ ხოლმე ამას, რომ საცობი იქმნება, ის გლუკოზა სანამ ჩვენი ორგანიზმი გაიტანს წყალი ამ დროსაც კარგია, იმიტომ რომ გაუმჯობესდეს და ეს ჩვენი ერთგვარი საცობი სისხლძარღვში არ დადგეს, იმიტომ რომ ჩვენ სისხლი უნდა მოძრაობა. თუ არ იმოძრავა ის მიკროელემენტები თვითონ და აუცილებელი ჟანგბადი არ მიიტანა ქსოვილებამდე, ბუნებრივია ეს გვიქმნის პრობლემას. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჯობია სითხე, წყალი დავლიოთ, მანამდე ზომიერად ვიკვებოთ, უფრო ცილოვანი პროდუქტია სასურველი და სხვადასხვა ისიც მითია, როცა ემზადებიან თითქოს და კარაქს მიექმნებენ. აი, უნდა მეკითხა. კი. მანამდე რომ ეგრეთ წოდებული ამონფენი, ამას ჯობია თუ ჯანმრთელი ადამიანი ანტაციდები არსებობს, რომლებიც აი სითხის მსგავსი რძის მხნილივით ის მივირთვათ, რომ არ გაიწოვოს, თუმცა ალბათ გარკვეულ
გარკვეული დროის მერე ესეც არ იქნება ჩვენს კუჩი. ძალიან კარგი გამხსნელია სხვადასხვა სპირტი ცხიმის და არაფერში არ დაგვეხმარება. ხო, არა. ყველაზე კარგია სხვადასხვა რძის პროდუქტი, იოგურტს გულისხმობ, სასურველი და სასიამოვნო, არა ძალიან ტკბილი, წინასწარ დღის მანძილზეც და უფრო მსუბუქი ყვება, რომ მე არ შეგვექმნას ეს პრობლემები. არის ადამიანები, რატომაც ახსენეთ ხატია, რომ ვერ ვსვამთ. ამას ჩვენი ესე ვთქვათ გენეტიკური განწყობაა გარკვეულწილად, რომ გვაქვს ფერმენტული დეფიციტი, არის ადამიანები და ზოგადად ქალს უფრო ნაკლებად შეუძლია ალკოჰოლის კარგად შერგება და მონელება, ვიდრე მამაკაცს, იმიტომ რომ მათ აქვს დამატებითი ფერმენტი, რომელიც ამაში ეხმარება. ანუ ალკოჰოლი ძალიან მცირე პროცენტი, არა მამაკაცს. ოღონდ ესეც რა თქმა უნდა გენეტიკური განწყობაზეც არის დამოკიდებული, რამდენად ტოლერანტული ადამიანი და როცა ალკოჰოლს მივირთმევთ, ძალიან მცირე პროცენტი გადის პირდაპირ ბარიელს და მაშინვე ვიწყებთ ასე გაბრუება გვეწყება. ძალიან მცირე პროცენტი, 5-10. დანარჩენი 90% ძირითადად ხდება მისი მეტაბოლიზმის სხვადასხვა გზით და ამაში გვეხმარება ჩვენი ორგანიზმი, ფერმენტი, მათ შორის ყველაზე მეტად ღვიძლი და ამ გადამუშავების პროცესში, რაც უფრო ნაკლებს დავლებთ, უფრო მალე მოვინერლებთ. და სხვადასხვა ალკოჰოლსა ნაკლებად დავსტრესავთ, ხო? კი ბატონო. ალკოჰოლს აქვს ეს თვისება, რაც უფრო კონცენტრირებულს და ბევრს შევთ, გვიხანგრძლივდება თრობა. ხო. ანუ თუ ცოტა სვავთ, მალე გამოვდივართ და ნაბახუსები შეიძლება 1 საათში გქონდეთ ერთ ჭიქაზე, ძალიან მალე და თუ ცოტა ბევრს შევთ, გაგვიხანგრძლივდება ეს პროცესი და ყველაზე მნიშვნელოვანია კიდევ რეალურად შევირგოთ ის დღეს ასწაული, ერთმანეთს მოვაფეროთ, სადღეგრძელოები ძალიან კარგი ტრადიციაა და ხო, შუალედები და სწრაფად არ ვსვათ ეს ყველაფერი, ძალიან კარგი აქტივობა ფიზიკური, რომ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება, მათ შორის ღვიძლთან ცეკვა ძალიან კარგი და სასიამოვნოა. და ეს სადღეგრძელოების პრაქტიკაც ჩვენში ძალიან კარგია, რომ ჩვენ გაგვიხანგრძლივდება ეს პროცესი, სწრაფად არ დაავლევთ და ის უარყოფითი, რაც შეიძლება მოყვეს ალკოჰოლს, ნაკლებად გვექნება. აი ეხლა ვიდეოშიც ჩანს და უბრალოდ ეხლა ბრენდებს რა თქმა უნდა ვერ დავასახელებთ, მაგრამ რამდენად რეკომენდებულია ეგრეთ წოდებული შუშხუნა მედიკამენტები რო არის, რომელსაც თვითნებურად იღებენ ხოლმე ნაბახუშებს. ნახეთ, შუშხუნა მედიკამენტები ყველაზე მეტად გავრცელებულია ასპირინი. ასპირინი არის ანტიაგრეგანტი, ასე ქვია, ანუ რაც ვისაუბრე, რომ წებოვნება გამოშრობის გამოც იზრდება, იქ შეიძლება ტკბილი სასმელი მივირთვათ, იქ სპაზმია სისხლძარღვების და კარგი საშუალებაა ხოლმე, ოღონდ სითხესთან ერთად, ოღონდ ესეც აუცილებლად მერე ყვების მერე. ანუ დილით ნაბახუსებზე მოწოდებულია და ბევრი ადამიანი, თუ ეს მედიკამენტი იცით, არის როგორც ტკივილ გამაყუჩებელი და ტკივილ გამაყუჩებელს წესით რეცეპტი არ ჭირდება. ამასაც ვიტყვი, რომ პარაცეტამოლი ალკოჰოლთან მით უმეტეს ნაბახუსებზე სასურველი არ არის, ამასაც თავისი მიღების აქვს პრობლემა. ადამიანს რომელსაც აქვს ალკოჰოლი მიღებული და ზოგადად პრობლემა აქვს ღვიძლის პარაცეტამოლი რისკია უფრო. ასპირინი უფრო მიღებულია თავის ტკივილის დროს, ან იბუპროფენი, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მედიკამენტი აუცილებლად კვების მერია მისაღები, იმიტომ რომ კუჭის ლორწოვანს ისედაც ალკოჰოლი აღიზიანებს, მით უმეტეს მაღალ კონცენტრირებული, კიდე ამის დამატება სასურველი არ არის. ანუ მსუბუქი კვება და მერე კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან წკივად თავი და ხო სასურველი. არ არის აუცილებელი თვად წვნიანი, თუმცა სასურველია, იმიტომ რომ სითხეც არის მასში, აუცილებლად კვება და მერე ამ შუშხუნა აბის მიღება ამ კვების მერე, იმიტომ რომ გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ერთგვარად ცუდი არ არის. მინერალურიც შეიძლება ნაბახუსებზე, ოღონდ ნახეთ, წყალი უმჯობესია, თუმცა მინერალურსაც აქვს თავისი, ესე ვთქვათ, მიკროელემენტები და ცუდი არ არის, ერთგვარად სოდა რო გამოიტანოს, თუმცა ბევრს არ უყვარს და ვისაც არ უყვარს, მაინც არა. ერთს ვიტყვი კიდევ ალკოჰოლი როგორც მაღალ კონცენტრირებული თვითონ ლორწოვანის გამღიზიანებელია. როცა ვსაუბრობთ, რომ კანცეროგენია, თვითონ უშუალოდ ალკოჰოლიც, რაც უფრო კონცენტრირებულია, უფრო მეტად აზიანებს ჩვენს ლორწოვანს. მუდმივი გაღიზიანება რისკია, რომ იქ ლორწოვანის დაზიანების გამო ანთება წამოვიდეს გასტრიტი, წყული აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, ამასაც ამწვავებს ალკოჰოლი მაღალ კონცენტრირებული, კიდე შემდგომში ასპირინის მიღება რისკია, ამიტომ ეს უნდა იყოს ერთჯერადი სახის და არა მუდმივი. ამას ვამბობ, რომ დაცული ვიყოთ უფრო მეტად და გართულების რისკი ნაკლები გქონდეს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს არ აქვს წყული და სისხლდენის რისკი, აქაც არის. ვინ იღებს, ამას აქვს ძალიან მნიშვნელობა. ეს არის ერთჯერადი გამოყენება, თუ ადამიანს, რომელსაც შეიძლება გქონდეს წყული და ძალიან ხშირი ალკოჰოლიკებში, ვინც ხშირად მოიხმარს ამ სასმელს, რომ შეიძლება წყული გქონდეს და ასპირინის მიღება, რა თქმა უნდა, რისკ ჯგუფია. და გოგო, კატაბალახა, აი რაღაც დამამშვიდებელი. შეიძლება. კატაბალახა, ვაჯრები ვიცი რატო. ვალერიანი ეგრეთ წოდებული კატაბალახა, კი ბატონო, ძილსაც შეუწყობს ხოლმე სხვათა შორის და კი, ანუ სასურველია, რომ სისხლძარღვებსაც გააფართოვებს ამ კუთხით და მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ძალიან უყვართ ხოლმე კორსიზი, ასევე ბარბიტურად შეიცავს და საძილე ეფექტი აქვს სხვათა შორის კორსის.
არ უყვართ მარტო ასაკოვან ადამიანებს, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია, რომ ვისაც პულსი ძალიან შენელებული აქვს, მათთვის არა და თუ გული პირიქით არის აჩქარებული, შეიძლება მისი გამოყენებაც რომ როგორმე დილში გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ბევრი პრეპარატის გამოყენებას მიმართავენ ხოლმე, ყველა არ არის სასურველი, განსაკუთრებით ფსიქოტროპული რამდენიმე მედიკამენტი იყიდება რეცეპტის გარეშეც და ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც აქვთ რისკი გულსხეულთა სისტემის დაზიანების და არითმიის და კიდევ ამის მიცემა არ არის სასურველი, ამიტომ მეგობარმა მითხრა და გჭირდება ესე არა. აი ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და ამიტომ აუცილებლად მინდა რომ მოვასწროთ საკვებით ინტოქსიკაციაზეც საუბარი. ახალი წლის შემდეგ რამდენ ხანს უნდა შევინახოთ ახალი წლის საჭმელი და რა პირობებში უნდა შევინახოთ ესეც რომ ვუთხრათ მაყურებლებს. ნახეთ, არ არის აუცილებელი ახალ წელს ძალიან დიდი სუფრა, ასე ვთქვათ, მოვამზადოთ, ხო? სასურველია ის ეგრეთ წოდებული ნაწილობრივ მომზადებული სანამ ხარშვაზე და შეწვაზე გადავა ისე გქონდეს შენახული, ასე ვთქვათ, სათანადო პირობებში, ხო? მომზადებულს უფრო ნაკლებ, აი მოკლევადა აქ შენახვის და ბუნებრივია და ერთია, ხანდახან შეიძლება საჭმელი სულაც არ გწამლავს, თვითონ აქ არანაირი პრობლემა არც მალფუჭებადია, უბრალოდ ჩვენ მივირთვით ძალიან ბევრი საახალწლო პერიოდში, გადავტვირთეთ კი ჩვენი კუჭნაწლავი იქ სასმელით იქ სხვა პროდუქტით და სხვათა შორის საცივი სადღესასწაულო საკვებია და ყოველდღიურად მისი მირთმევა არა სასურველია. არა, ზოგადად ამ ორგანიზმისთვის, ამიტომ ხანგრძლივად მიიღება სადღესასწაულო, ორგანიზმს უჭირს მისი მონელება, არც ისე მარტივია და ზოგადად ხო, ნიკოზის ესე დამუშავებული და სუნელები ბევრი. ინტოქსიკაციას როცა ვამბობთ ეხა საკვების, რა იგულისხმება ის რომ საკვები უკვე მოძველებულია თუ ის რომ საკვებმა უბრალოდ გვაწყინა ის კი არა რომ ხო ეს ცოტა რთული გასარჩევია ხოლმე კლინიკის გარეშე ცოტა რთული ამის გარჩევა რომ კი ბატონო მალფუჭებადი პროდუქტმა გამოიწვია ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვენ მივირთვით ბევრი და უბრალოდ გაგვიბრაზდა ჩვენი კუჭნაწლავი ეს ხო ხანდახან როცა უბრალოდ გაგვიბრაზდა კუჭნაწლავი შეიძლება ეგრეთ წოდებული გულისრევა და ღებინების დროს დამშვიდეს ჩვენი ორგანიზმი და მეტი პრობლემა არა მაგრამ თუ გახანგრძლივდა იქ წამოვიდა სხვა პრობლემა მაგალითად დიარეა ფაღარათის სახით ანუ კუჭის გახშირებული ანუ ნაწლავის მოქმედება ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ რომ რაღაცა მალფუჭებადი იყოს მე შეიძლება ტემპერატურული რეაქცია და სხვა გართულებები მალე არ იხსნება და თუ ერთჯერადი გაღიზიანება უბრალოდ ეგრეთ წოდებული ნაპროვანება რომ ბევრი მივირთვით და ვერ ვინელებთ რაც ალკოჰოლიც ხელს უწყობს სხვადასხვა მოწევაც რომ ესე ვთქვათ გული აგვერიოს ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ გაგვიღიზიანდა და გაგვიბრაზდა ჩვენი კუჭნაწლავი და არ იყო მოწამვლა და მოწამვლას კიდე სხვა კრიტერიუმები აქვს იქ შეიძლება დაბინძურებული ან რაღაცა შევყვა ისეთი რომელიც არასასურველი პროდუქტი იყო ან ორივე შემთხვევაში ორგანიზმისთვის მიუღებელია ეს კი ბატონო აი სოკოა ძალიან გავრცელებული და ხალწო სუფრაზე თუ მარხვაზე არ არის ნაკლებად მიირთმევენ თუ სუფრისა იქ ანუ თუ სათბურისა ბოდიშით იქ შეიძლება ნაკლები პრობლემა გქონდეს უბრალოდ სოკოს მონელებასაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ალკოჰოლთან ერთად თუ ძალიან ბევრს არ მივირთვათ ალკოჰოლს ზოგადად ნაკლები ყვება ჭირდება არც უჭმელობა შეიძლება აი რომელიმე კერძი თუ არის მაგალითად რომლის მიღებაც ალკოჰოლთან არ შეიძლება და შეიძლება დააჭაროს კონიაკს უხდება შოკოლადი ხო მართალია არა ესეც ინდივიდუალურია რამდენად შეგვიძლია შოკოლადის მირთმევა ყველაფერი მაგრამ ზომიერი ყვება ყველაფერი შეგვიძლია ძალიან მცირე ულუფებით ბევრი არა რაოდენობით საკვების მირთმევა რომელსაც ისედაც რთული მოსანელებელია ამ შემთხვევაში და ზედმეტად ცხიმიანი და მე ალკოჰოლი ხელს უწყობს რომ უბრალოდ ანუ გამოიწვიოს ეს შეგრძნება არ დაიხუროს სარქველი და მანამდე ულუფებად მივირთვათ ხო ეს უფრო მნიშვნელოვანია და პროდუქტის შენახვა რა ვთქვი რომ დამზადებული ჯობია რომ იმ დღეს ან მეორე დღეს ასე ვთქვათ მივირთვათ თუ სათანადო პირობებში გვაქვს შენახული არ არის სასურველი მისი ხანგრძლივად შენახვა თუმცა საახალწლო პერიოდში ვინახავთ და მშვენივრად ვინელებთ 3-4 დღეც უბრალოდ ხანგრძლივად არასასურველია და ჯობია შევინახოთ მზა რომელსაც სწრაფად მოვამზადებთ ხო ასე რომ მე შემდგომში ძველი ახალი წლისთვის ახლა არა ახალ წელს დამზადებული ძველი ახალი წელს მივირთვათ ხო ძალიან შორი პერიოდია და ბუნებრივია რისკი იქნება ამის გაზრდილი შეიძლება ბევრი ამბობს რომ ვინახავთ და სულაც არაფერი ვთქვათ საცივი შეყინეს რომ ძველი ახალ წელს გამოიყენოს ბევრი იყენებს ამას სასურველი არ არის მაგრამ თუ კი სათანადო პირობებით მოვამზადებთ შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის შეიძლება ზოგიერთის არა და მაგალითად სოკოს არა აქვს ეს უნარი და შეინახოს და არ გვინდა მით უმეტეს თუ გარეთ დავკრი
ყალიფეთ და ჩვენი დამზადებული და მარინადებული ან გამომშრალი იქაც რისკია რამდენად შევარჩიეთ საკვებად ვარგისი სოკო და ამასაც მოვერიდოთ რომ ხანგრძლივად არ არის პროდუქტები რომლებიც შეიძლება შეინახოს თუმცა სასურველი არ არის ამას უფრო მეტად თავის კვების ესე ვთქვათ სპეციალისტი იტყვის თუმცა გართულებების რისკი პაციენტი რომელიც მოსულა ნამდვილად მაღალია ანუ შემდგომში დიაგნოსტირების დროს რომელიც ხანგრძლივად ინახავს ამ პროდუქტს გამოყინვის მერეც მიირთმევს აქაც ზომიერება შეიძლება აქაც ის არის რომ საახალწლო პერიოდში სადაც გადატვირთული კუჭნაწლავი გვაქვს და ჯობია ხოლმე ცოტა ვაცადოთ და ისვენოს რაღაცა პერიოდი გოზინაყი ჯობია ამ შემთხვევაში ყველაფერს ბატონო ძალიან დიდი მადლობა ამ საჭირო დროს ასეთი მნიშვნელოვანი რჩევებისთვის ინფორმაციისთვის მგონია რომ ჩვენს მაყურებლებს ძველი ახალი წლისთვის ძალიან გამოადგებათ ეს ყველაფერი მე აქ დაგემშვიდობებით და შემდეგ კვირას შევხვდებით ისევ საინტერესო და აქტუალური საკითხებით. მადლობა ანა, მადლობა. დიდი მადლობა მართლა ასეთი საინტერესო რჩევებისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესად ხთან ხვალაგერობა ძველი ახალი წელია. და მოვიწვა იმის რომ სპეციალისტთან მიმართვა და არა სახლის პირობებში. ყველა სფეროში ზიარებია თვითმკურნალობას. თუმცა არავის არ უყავს ალკოჰოლის მიღება არც ერთ კლინიკას. გაითვალისწინეთ. ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ კიდე. ჩვენი შემდეგი სიუჟეტის გმირი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის უხუცესი მსახიობია. უკვე 9 საუკუნეზე მეტია, რაც მერაბ შარიქაძე თეატრში მუშაობს. გარდა ამისა, მისი ხმა იცის თითქმის მთელმა საქართველომ იმ ადამიანებმაც ტელევიზორს ხშირი მაყურებელია. როდესაც ტელევიზიებმა ფილმების ქართულად გახმოვანება დაიწყეს, სწორედ მერაბ შარიქაძე იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ამ სფეროში დაიწყო მუშაობა. ნახოთ მისი ისტორია ჩვენ სიუჟეტში. თეატრი, რა ვიცი, ჩემი მეორე სახლია თუ პირველი არა. 55 წელია უკვე თეატრში ვარ. ექვსი იყო თუ 68 წელი, როდესაც შოთა რუსთაველის 800 წლის თავი გადავეფხის ყაოსნის და დავტკით ჩვენმა მასწავლებელმა გააკეთა ნაწყვეტი ეფხის ყაოსნიდან დარიელი, ავთანდილი და ფრიდონი და ვთამაშობდი ფრიდონს. მერე იყო ბატონის სერგო ზაქარიაძის იუბილე და გადაუხადეს არტოს ბაღში. მე მოვიდნენ და მითხრეს რომ უნდა მიიღო მონაწილეობა. ნუ რაზედაც დავთანხმდი და შემომთავაზეს ოიდიპოსი. მე უარი ვუთხარი ოიდიპოსი არ მინდა მეთქი. ბატონი ბიჭიკო ჩხეიძე აკეთებდა, თემო ჩხეიძის მამა ნოდარ ჩხეიძე. ხო და აბა რა გინდაო რა როლია? მე ვუთხარი ზია შაქრო მინდა მეტეხის ჭრდილიდან მეთქი. ნუ ზუსტად თამაშობდა ბატონის სერგო. ამის მერე რაღაც გამიჩნდა სურვილი რომ მეთამაშა. და არც მიფიქრია, პირდაპირ საბუთები შევიტანე თეატრალურ ინსტიტუტში. მოვხვდი მოზარდ მაყურებელთა ჯგუფში. იმიტომაც არ მივდივარ აქედან რომ მე მიყვარს ბავშვები ძალიან. ბავშვს ვერ მოატყუებ. თუ შენ გულწრფელი არ ახარ სცენაზე და ვერ დააინტერესებ პატარა არ მოყვება. არაფრით არ მოყვება. აი ეს განსხვავება დიდსა და პატარა მაყურებელს შორის. მოჩილები როგორ გალობენ. აი ახალგაზრდობაში მე და ბებია შენი სულ აქ ვიყავით და იმათ გალობას უსმენთ ჩვილო. პატარის სტაჟი ჩემთვის უფრო ძვირფასია. მე იმიტომ რომ ვიცი რომ ის გულწრფელად მიკრავს სტაჟს. იყო დრო 45 ლარი მქონდა ხელფასი. აი წარმოიდგინეთ. 45 ლარი. რატო გავჩერდებოდი მე? ახლა 45 ლარზე ოჯახი მქონდა უკვე, შვილები მყავდა. ხო, მაგრამ აი ეს სიყვარული კიდე გეუბნებით, мотиваცია ჩემთვის არის ეს, აი ბავშვი რომ მოდის, აი ომის პერიოდში 91 წელს ამ უშუქობაში, მაშინ ცხოვრობდი ვარკეთილში. ფეხით ჩამოვსულ ვარ. მე ისე ფეხით მივდიოდი ვარკეთილში. და რატო? იმიტომ რომ ბავშვი მელოდებოდა.
ბავშვი, რომელიც მოდის სპექტაკლის სანახავად და სულ არ აინტერესებს გარეთ ისვრიან თუ არა. შენ რა უფლება გაქვს, არ მოხვიდე და არ ითამაშო. ეს არის мотиваცია. დაახლოებით 70 როლი თუ მეტი არა ნათამაშები მაქვს და დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო პირველი როლი, აი ესეთი დიდი როლი, ეს იყო დევი ჭინჭრაქაში. მეორე კურსზე ვიყავი მაშინ, რომ ვითამაშე მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ეს იყო ჩემთვის, არ ვიცი რა, იმიტომ ბატონ სერგოს ჰქონდა ნათამაშები, დევი. რამდენადაც მეუნებიან, კარგი სპექტაკლი იყო და შენს კარგი იყავიო და მე იმით ხვდებოდი, რომ მე რო ხვდებოდი, რომ კლავდნენ. ბავშვები ტიროდნენ. ხო, პირიქით უნდა გახარებოდათ, რომ დევი მოკლეს, ეს ბოროტი ძალა და ტიროდნენ ბავშვები. არ ვიცი რა, რატო. თქო მართლა ვეწოდებოდი. ეს იყო 1983-94 წლები. აი, მაშინ მოვხდი რადიოში და იქ მერე თეატრონიც იყო, რომელიც უცხოურ ფილმებს ახმოვანებდა ქართულ ენაზე. ნუ დამიძახეს დოკუმენტურ ფილმზე, მე მხატვრულებსაც ახმოვანებდი. აბსოლუტურად ყველა ოსკაროსან ფილმს ვახმოვანებდი მე. 10,000 სერია მაქვს, თუ მეტი არა გახმოვანებდი. ეს მინდოდა და ამიტომაც აღმოჩნდი თეატრში და ვარ ჯერჯერობით, სანამ შემიძლია ვიქნები თეატრში. მადლობა თათიას არაჩვეულებრივი სიუჟეტისთვის. კალანდას ისტორია საუკუნეებს ითვლის, იგი უძველესი ქართული ტრადიცია, რომელიც ახალი წლის შეხვედრას უკავშირდება. კალანდას აღნიშვნა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს, კერძოდ გურია, იმერეთის, სამეგრელო იყო ესეთი გავრცელებული, თუმცა გურია დღემდე გამორჩეულია ამ ტრადიციის შენარჩუნებაში და გიორგი კეკელიძეა დღეს ჩვენი სტუმარი, რომელიც კალანდაზე ისაუბრებს. მოგვიყვება, მოგესალმებით გიორგი. დილამშვიდობის. ესეთი გურული კაცისგან კალანდაზე საუბარი. ერთი წელი ხარ გიორგი ფაქტიურად. ყველას ბუნებრივია ვიცით რომ მაინც და მაინც შესაბამისი განწყობა არ გვაქვს ბევრი და ძალიან კონკრეტული მიზეზის გამო, მაგრამ ეგრე მოეწყო რომ ადამიანი მაინც კალენდარული არსებაა და ვერაფრით ვერ აცდება ამ თარიღებს და მათ შორის გურულისთვის კალენდა საგრალური ამბავია, იმიტომ რომ რაღაცნაირად საკუთრივ გურიის დღესასწაულად შემორჩა, თუმცა რეალურად კალენდა ბუნებრივია დიდწილად მთლიანად დასავლეთ საქართველოში აღინიშნებოდა სამეგრელოში საკმაოდ ძვაურად და გამოგხედე და დაგვიგდე სამეგრელო უმრავლესობაში. ხო და შესაბამისად ბუნებრივია რომ ამ თვალსაზრისით ცხადია დასავლური ამბავია, მით უმეტეს რომ ზოგადადაც თვითონ სიტყვა მთლად დასავლეთიდან არის შემოსული, ლათინური სიტყვა არის კალენდაი და იანვრის პირველ დღეს ნიშნავს. საინტერესო ამბავი არის ის, რომ მაგალითად სვანეთში და ლეჩხუმში ეს დღესასწაული აღინიშნებოდა ერთი დღით ადრე ახალ წლამდე. 12-ში ანუ? ნუ 12-ში ამ გაგებით, მაგრამ ნუ თქვათ სიტყვაზე 31-ში ძველი თუ შეიძლება ასე ითქვას თამაშებით. რაც შეეხება გურიას და სამეგრელოს, მან ესე ტრადიციულად პირველში და თვითონ აი ამ დღის თვისობრიობა არის ძალიან ისეთი რა ქვია ეკლექტური რა, ანუ არის წარმართული ამბები, არის ქრისტიანობაც შერწყმული, იმიტომ რომ აი რასაც ჩვენ ხო ხედავთ ეკრანზე გულისხმობთ ჩიჩილაკს, არის სწორედ აი ამ ორი ამბის ერთგვარი მიქსი, ანუ იგულისხმება ის, რომ თვითონ ხის კულტი არის ბუნებრივია ძველი და სიცოცხლესთან ასოცირდება, თხილის ხისგან აკეთებდნენ ძირითადად, თუმცა გზადაგზა ვთქვათ ეპოქების კვალდაკვალ სხვადასხვანაირად რთავდნენ ხოლმე, ხო ხან ბროწეულს ადებდნენ თავზე, ხან ვარშავს, ეს მანდარინი აქეთ არის. საბჭოთა პერიოდის ტრადიცია დაემა და მანდარინი და ბანანი და ასე შემდეგ და შემდეგ და მე ჩირები შეიძლება ავოკადოც და ეს არაფერი პრობლემა არ არის. რაც შეეხება ხო თვითონ აი ამ ჩიჩილაკს, ბევრი ვერსია არსებობს, ზოგი და ალბათ უფრო დომინანტური
ოსკულტური ვერსიით, ფიქრობენ, რომ ეს არის ბასილის წვერები წმინდა ბასილის და საერთოდ გურიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ამ წმინდანს, სოფელიც არის ბასილეთი და კვერებით ხვებოდა, კაცა ბასილებს ეძახდნენ და შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს შენაერთი ან გულისხმობ ქრისტიანულ თქვათ მოტივებს ძალიან ძლავრად არის ამ შემთხვევაში კალანდის თქვათ აღნიშვნის ტრადიციაში პლუს ბუნებრივია მის აქსესუარებში როგორიც არის მაგალითად იგივე ჩიჩილაკი როგორც არის ღორის ყბა მაგალითად რომელიც გარდაუვალი ნაწილი იყო ჩემს ბავშვობაში და დღესაც კალანდის კი მე მახსოვს რომ კალანდა რო დგებოდა მაშინ შემოქონდათ ღორის თავი იმ წუთებში და ეს ითვლებოდა ყველაზე ესეთ ამაღლებელ და მნიშვნელოვან ეპიზოდად. ღორის თავი ის? ღორის თავი. არა, მე არ შემომგონდა, უბრალოდ შემოქონდა და მე სხვა შორის ამ ღორის თავის ყბა ინახებოდა, საგანგებოდა, ვინმე ყბა ყურა თუ დაემართებოდა, იმას ადებდნენ და ამბობდნენ არჩენს ხე, არ ვიცი რამდენად მართალი ამბავია. ბორჩენას გულისხმობ, შენახული ყბები მომაგრიგის ერთ-ერთი დიდი ჰორორია ჩემს. ძალიან საინტერესო არის აი პირადად შენი, აი პირველი შეგრძნებები და პირველი ასე ვთქვათ ემოცია, პირველი შთაბეჭდილებები კალანდას აი ხო ბავშვობაში ძალიან ისეთია ხოლმე, აი ყველაზე მეტად ეს გვამახსოვრდება და ოზურგეთში არსებობდა ორი ელექტროენერგია. ერთი ელექტროენერგია იყო დიდი ანუ ეს ცენტრალური, რომელიც კარგად ანათებდა და ის მოდიოდა ერთხელ ჩვეულებრივი ახალი წლისას 12-15 წუთი დააკლდებოდა და სადღაც 2 საათზე მიდიოდა და მეორე იყო პატარა, რომელიც სადაც კარალიოკს ეძახდნენ ხოლმე, იმიტომ რომ აი ეს კარალიოკს გავდა ძლივს ანათებდა ნატურა თავის თავს. ეგ მოდიოდა ძველით ახალი წლის. წინა წუთებში და პირველი ემოცია არის ეგ. რომ არ მოვიტყუო და რაღაცას სპეციალურად და ყალბად რაღაც რომანტიკული გარემო რო არ დავხატო, რომ ეგ ბჟუჟის დენი მოდიოდა 12-ო 5 წუთი დააკლდებოდა და მაგ ბჟუჟის დენს თავისი მაგია ახლდა, იმიტომ რომ რეალურად არსებობდა დენის მომმატებელი ახალგაზრდელმა თაობამ ჯენზიც წოდებულმა ალბათ ეგენი ძალიან ნაკლებად იცი და ვერც ხვდება რას ვლაპარაკობთ, მაგრამ დენის მომმატებელი ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყო იმ პერიოდში, რომელიც გქონდა. კი, რომელიც გქონდა, თუ შესაძლებლობა არსებობდა, ვიღაცას გქონდა, ვიღაცას არ გქონდა, გადართავდი და დენი იმატებდა. ეგ იყო კალანდა რა, 5-5 მერე შემოდიოდა ღორის თავი. შემოდიოდა ჩიჩილაკი, რომელსაც სხვა შორის მერე წვავენ, როგორც წესი. რატო? აი არ ვიცი, მე ყოველ ახალ წელს ნაძვის ხესთან ერთად მაქვს ჩიჩილაკი, აღონდ მე ხილისგან განსხვავებით ნატურებით მაქვს მოსული. შენ ხარ კულტურათა ისა რა ქვია, გზა გასაყარი. ყველანაირ იმას აღიარებს, ზოდიაქოსაც, ჩიჩილაკსაც, ნაძვის ხესაც, სანტა-კლაუსაც, თავს იზღვევ. რამე რა იცი რა არის და შესაბამისად ყველგან რომ მიიღო და მართლაც მიცია თუ რეალობა რომ ნათლის დღებამდე უნდა აიღო ნაძვის ხე და უცებ და ეგ ტრადიცია ხო არსებობს იმ თვალსაზრისით რა თვალსაზრისითაც ამ ადამიანი ახანაც კალენდარულთან ერთად რიტუალური არსებაც არის რაღაცნაირად ამ ყველაფერს უკავშირებს ერთგვარ განწმენდის შეიძლება ასე ითქვას, ფაზას თავის ცხოვრებაში და აი მთელი იმ ძველი წლის პრობლემებს რაღაცნაირად თქვათ, ატანს ან ჩიჩილაკს ან ნაძვის ხეს ან რაღაცას და თითქოს აი სრულიად განწმენდილი, აი კათარზის გავლილი ეგებება ახალ წელს და ეგ ამბავია რა, რაღაცნაირად თავისი ცოდვებით, შეცდომებით, სირთულეებით, პრობლემებით ყველაფერი უნდა რომ ამას გაატანოს, შეიძლება ამაზე ჩვენ რაღაც ზოგადი აზრით გაგვეღიმოს, მაგრამ ადამიანი ეგრეა მოწყობილი. ხო, არა, ეგრე შვება და ბევრი აკეთებს მაგას, იმიტომ რომ რაღაც მიჯნახო უნდა არსებობდეს ამ ყველაფრის აღების და აღებული არის ნათლის დღების დღესასწაული, რაღაც კონკრეტული თარიღი, სადაც ვთქვათ ადამიანები. გიორგი, ძალიან საინტერესოა ახლა აი ამ პერიოდში კალანდა როგორი სახით არის შემორჩენილი გურიაში. შემორჩენილია მტკიცედ, სხვათა შორის ბევრი ნიუანსი უწყობს ამის შენარჩუნებას ხელს. გარდა იმისა, რომ არსებობს ეს ეგზოტიკური განცდაც, რომელსაც მე მივესალმებ, იმიტომ რომ კუთხეები ამით
ამით ფასობენ სხვათა შორის და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი აზრი ცხადია ხა ორი ახალი წელი და შემდეგ სერიოზული არ არის, მაინც ეს შიდა კუთხური ტრადიციების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად იდენტობისთვის, თუნდაც მერე ტურიზმისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ პროცესი და სიხარულის რაღაცა აი პროცესი და თვითონ რიტუალი მაგას ვამბობ, ხა ანუ რეალურად ეხო შემოჩენილია ბევრი მიზეზი. მათ შორის იმ მიზეზითაც რომ აი ქრისტიანობის ერთგვარი დაბრუნების შემდეგ 90-იან წლებში, ხო, რეალურად ბუნებრივია ადამიანების ნაწილი მარხულობს და შესაბამისად პირველ ახალ წელს შესაბამისი სუფრაც არ იმართება 14-ში. და ბუნებრივია რომ ამ თვალსაზრისით გაცილებით უფრო სრულყოფილი ბევრი ოჯახისთვის ეს დღე გამოდის სადღესასწაულოდ, ხო და ეს ამტკიცებს თქვათ მისი დარჩენის თუ შეიძლება ასე ითქვას мотивაციას და ძალას. ეგრეთი ამბავია რომ არსებობს მეკulis ინსტიტუტი ბუნებრივია, რომელიც შენარჩუნებულია მყარად, ზოგი ფერხავს ეძახის, ზოგი სხვა სახელს და ეს მეკლე როგორც წესი არის აგანგებოდ შერჩეული კაცი, რომელიც დატესტილია მრავალგზის, მაგრამ ძალიან სარისკო პროფესია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა და გუზარმაზარი სხვა ადამიანი ესე ბრმად შედიხარ სხვა ადამიანების ცხოვრებაში და იმას რაც არ უნდა დაემართოს, ყველაფერი შენ გაგდა. აი, დაპირებებსაც ხო აძლევ, რაც დაპირებებს აძლევ, მაგრამ რაც არ დაპირები ხარ ამ პირიქით, ისინი ყველაფერი შენ გბრალდება საბოლოო ჯამში და მე ეგ ხო ესეთი ამბავია, რომ კარგავ რა, ლეგიტიმაციასაც და ქარიზმასაც იმ ოჯახს თუ რამე ღმერთმა დაუპარო. მაგრამ ბროლია თუ შემოვიდა, ყველაფერი კარგად იქნება. ხო, ეგ უკვე მეგრული ამბავი. ხო და შესაბამისად ეგენი შენარჩუნებულია. ძალიან ძლავრად და ამავდროულად რაღაც თვალსაზრისით ბუნებრივი არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ათვლა მართლა ახლა იწყება 14-ში და აი ფიქრობ მანდ მე ტრაგიკულ სიმართლე გითხრათ ვერაფერს ვერ ხედავ და შესაბამისად ცხადია რომ ამ თვალსაზრისით სადღესასწაულო განწყობა 14-ში გურიაში არის. ისევე როგორც არსებობს მანამდე ცხემლის ჭრის ამბავი, რაღაცა სპეციალური ხინთანთებენ თქვათ ღუმელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გურულღვეძელი ცხება 7-ში. 7-ში საშობაოდ საღამოს და გურულღვეძლის ტრადიციაც ეს მტკიცე არის, თუმცა დესაკრალიზაცია მოხდა მაგის იმიტომ რომ ყველგან სადაც უნდა შეხვიდე წელიწადის ნებისმიერ დროს იყიდება და იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება და ფრუსტრაცია თბილისში რომ ჩამოვედი და ზაფხულში რომ ვნახე რომ იმას ვაგზალზე იყიდებოდა გურულღვეძელი, იმიტომ რომ მეგონა რომ სამყარო გადატრიალდა. კალანდას ატრიბუტიკაზე მინდა ვკითხო კიდევ დღეს სრულად არის შენარჩუნებული ის რაღაც რიტუალური კი, იმიტომ რომ ყბა ახსენე შეღორის. მე იმაზეც დავამთავრებ შობაზეც რომ აი გურულღვეძელი როგორც ცხებოდა მახსოვს. ყველა ოჯახის წევრის თვის ცხებოდა პერსონალურად მასშტაბების გათვალისწინებით ზუსტი ზომები არა, მაგრამ იმის მიხედვით ვინ როგორ გამოიყურება. თუ ცოტა დიდი კაცი იყო, უფრო დიდი ცხებოდა თუ პატარა ბავშვი. ანუ იმდენი ცალი, რამდენი წევრიც იყო. რამდენი წევრიც იყო და ზომებიც მეტნაკლებად პატარა ბავშვის პატარა იყო, დიდის დიდი იყო და ხამე თუ ჩაძინებული იყავი, თქვა გაღვიძებდნენ და ყველაზე უფროსი ქალი ვინც იყო ოჯახში, მოდიოდა და მუცლის სალოცავსაც ეძახდნენ და აი მუცელს შემოგატარებდნენ და ესეთი შელოცვა იყო. შენი მუცლის სადგივარი აღმაქარს და აღმაწყალს, შენი მუცლის სადგივარი აღმაქარს და აღმაწყალს და მე მიდიოდა და მიგერთვა ხო? მე უნდა გეჭამა და ეგეთი რიტუალი არსებობდა. რაც შეეხება თქვათ აი ამ კალანდას და საკუთრივ თქვათ შემორჩენილ ატრიბუტიკებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეგ ჩემი აზრით უნდა იყოს. აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, იმიტომ რომ რეალურად კიდე ერთხელ ვამბობ, მე ყოველთვის ვემხრობი იმას, რომ რაღაც ტრადიციები, რაც უნდა რაციონალური არსებები ვიყოთ. რაც არ უნდა თქვათ მიგვაჩნდეს, რომ ეს ზოგადი აზრით ან მართალი არ არის და შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაცნაირად ადამიანად ყოფნას საინტერესოს ხდის და რიტუალურია და მონაწილეობ ცოტა კარნავალს გავს და ცოტა გადიხარ აი ამ ჩვეულებრივი ყოფითი ნაწილიდან და რეალურად ხო მონაწილე ხდები ამ დღესასწაულის, რომელიც ადამიანების მიერვე არის გამოგონილი ბუნებრივია და სრულიად არაშემთხვევით, იმიტომ რომ გჭირდება ეს. არა, რწმენასაც ხო რამ ხელა მნიშვნელობა აქვს. ცხადია, იმიტომ რომ ადამიანებს ხო რაღაცნაირად ეგაძლევს ძალას და мотивациას, რომ აი ხვალ იქნება რაღაცა უკეთესად. და ეგ გვინდა ჩვენც ყველას და მაგას. ჩიჩილაკის დაწვის დროს სურვილსაც ვთქვა.
ხო, სულს უთქვა უკუსურვილია რაღაცნაირად, რომ ის რაღაცები რაც ცუდი იყო, აღარ დამემართოს და წახვეს წინა წელს და ასე შემდეგ და შემდეგ. კი, ეგენი ყველაფერი ძალიან ისე არის, რა ქვია, კაცრად არის, რაღაც ოჯახებში შემორჩენილი, ხო, ბუნებრივია. ეგ ისეთი რაღაც არის, რომ სადღაც ტრადიცია ცოტათი ცვდება, ვიღაცისთვის შეიძლება უმნიშვნელო გახდეს და შემდეგ, მაგრამ ბევრი ოჯახი ვიცი გურიაში დღეს, რომელიც ძალიან მტკიცედ აღნიშნავს ამ ტრადიციას და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც გაგრძელდება სამეგრელოშიც, გურიაშიც, იმერეთშიც. მე როგორც ვიცი, ყველაზე უხუცესი ადამიანი შედეს ხოლმე, ხო, აი რაღაცა თასზე და დაწყობილი. ეგ არის უფრო ძველი, ხო? რო გითხრათ, რომ ეხა ის აი როგორი იყო ეგ თუ შეგიძლია გითხრა? ეგ ძველი ტრადიციები ეგრე იყო, რომ ხონჩაზე ან ხაზზე ან შესაბამისად და დაწყობილი იყო სხვა ტიპის, თქვათ, ტკბილეული და ხილი, რომელიც გარკვეულწილად ითვლებოდა ბარაქის. ანუ მეკვლეობა ხო, ეგ მეკვლეობა იყო, ოღონდ არა იმ გაგებით, რაგებითაც ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი სადღაც გარედან უნდა მოვიდეს და ოჯახის წევრივე ასრულებდა ამ რიტუალს გარკვეულწილად და რაღაცნაირად, თქვათ, სიბრძნის ამბავიც იყო, იმიტომ რომ მოხუცი იყო არჩეული და მეორე მხრივ, თქვათ, დღეგრძელობის და ასე შემდეგ და ადამიანი ხო ყოველთვის ეპოტინება რაღაცა ამ დიდ და მნიშვნელოვან ამბებს, რომელიც მას ანარჩუნებს ხო ცხოვრებაში, რომ უნდა იყოს ბრძენი, უნდა იყოს, თქვათ, დღეგრძელი, ჯამრთელი და ასე შემდეგ და კი და ეს რიტუალები ყოველთვის კონდენსირდება ხოლმე ამ ფორმაში. რაც შეეხება ამ ჩიჩილაკს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ სხვა შორის ძალიან ცოტა ჩემს ბავშვობაში ძალიან ცოტა ოჯახში იყო. იმიტომ რომ რეალურად საბჭოთა პერიოდში დიდწილად განდევნილი იყო. იმიტომ რომ ნაძვისხე იყო დომინანტი ბუნებრივია და მე არ მახსენდება მაინც და მაინც რომ აი აუცილებელ ნაწილი აი ნელ-ნელა შემოვიდა ისევ როდესაც ადამიანი ხო როდესაც დაბრუნდა რა თქმა უნდა როდესაც ადამიანებმა რაღაცების ძებნა დაიწყეს თავის წარსულში და დღეს თითქმის ყველა ოჯახში დგას თეთრი ულამაზესია ძალიან ხო საინტერესოა ნაციონალურია რაღაცა იდენტობის ნაწილია და შესაბამისად ხო კარგად გამოთლილი ლამაზიც არის ზოგი ხის თხილისგან აკეთებს ვიღაცების სხვა ხისგანაც აკეთებენ ახლა მაგას განსაზღვრება. და ძალიან მოწონს თბილისსაც ძალიან უხდება წინა სახელმწიფო პერიოდში არის რაღაცა გარკვეული ადგილები, სადაც ეს ბევრი ჩიჩილაკები გასაკეთებლად და ადვილად ირთვება, იმიტომ რომ ის აქვს, რა ქვია, ბევრი შესაძლებლობა აქვს რაღაცები ჩამოიდგება. მე კიდე ვიცი რა მინახავს ბიჭებო ოჯახებში, ეხლა უკვე გათანამედროვებულ კალანდას გულისხმობ, გურულ ღვეზელში, რომელიც ხდება ოჯახის წევრებს, კვერცხი თავისთავად და პატარა სურვილებს დებენ ხოლმე. ეგ რაღაც ახალი ის. კი, მე მინახავს, რომ გადატეხავან უნდა იწყებს, შიგნით არის ყველა ოჯახის წევრისთვის სურვილები და ანუ ვისაც რა შეხვდება ის. ხო, მაგას შეიძლება ახლა ფურცლივდებდნენ, მაგრამ დატვირთვა მაგოზელის ეგ იყო ზუსტად, რომ ნუ რაღაცა უნდა ჩაგეთქონ. ის ბებია რომ მუცლის სატკივარის ლოცვას ამბობდა, შენ ამ დროს ფიქრობდი, რომ აი რა შეიძლება იყოს უკეთესი მომავალ წელს შენთვის და ვიღაცა ფიქრობდა, რომ რა ვიცი ხელფასი მქონდეს მეტი, ჩვენ მე ვფიქრობდი, რომ დენდის კომპიუტერი მაგებიდან ესე შემდეგ. ვისაც რა გვინდოდა, ხო? კარგი, მაშინ გითხარი შენი კალანდა როგორია იქნება? წელს არ მაქვს სხვა შორის ესე კონკრეტულად დაგეგმილი, იმიტომ რომ ესეთი ქაოტური და турბულენტური გარემოა, რომ მაინდა-მაინც ადამიანი ვერ ხვდება ხვალდაზე გრაუნდში. მე გითხარ, რომ მაგ ჩიჩილაკი თქო უკვე. ჩიჩილაკი უკვე მაქვს, პირველი ახალი წლის ინერციის, მაგრამ დანარჩენს რას ვიზამ ზუსტად არ ვიცი. მე შემიძლია გითხრა მე რას ვიზავ. მოკლედ 14-ში ასევე კალანდასთან ერთად არის ქართული თეატრის დღე და იგეგმება დიდი მარში და ასე ვთქვათ, ვიცი რომ 14 იანვარს ამ დიდ მარშს შევუერთდები, სადაც ქართული თეატრი და მისი მაყურებელი იქნება მოკლედ მსვლელობა და თუმეტეს თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია საქართველოში. ძალიან სენსიტიური და ძალიან სევდიანი. კი. და მე მინდა რომ რა თქმა უნდა იმ ხალხს ვინც ახლა ამ წუთას ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ პრობლემას განიცდის და გისოსებს მიღმა არის ძალიან მალე გათავისუფლება უსურვო და ეს იყოს საერთო სურვილი ამ საკალანდოდ. და სწორედ ამ სურვილს ჩავთქვა მე, როდესაც ჩემ ჩიჩილაკს დავწვალ, რომ ყველა უკანონო პატიმარი, რომელიც დღეს დაპატიმრებულია, იყოს გარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ პირველი სურვილი რაც ახდება, ეს იქნება აუცილებლად. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოგბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის, იმ მართლაც
საინტერესო იდენტობის გახსენებისთვის, რომელიც გვაქვს და ამ შემთხვევაში კალანდას სახით ვისაუბრეთ. წარმატებები მინდა გისურვო მომავალ შეხვედრამდე. რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა ჩვენ. რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით. თქვენ არ გადართოთ დაგვირგვინოთ. დროებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ დილის ლაივს, ვინც ახლა შემოგვიერთით. მოგესალმებით, დილა მშვიდობისას გეტყვით. რამდენი გადაცემაც არ უნდა მომზადდეს ფორმატის, შინაარსის თუ კონტენტის გათვალისწინებით, ჩვენ ერთი რამ სულ გვახსოვს. ყოველთვის ვართ ჩართულები და ვიქნებით მანამ, სანამ ეს ამ ქვეყანას არ დასჭირდება. საქართველოში პროტესტი გრძელდება. თბილისი არ არის გამონაკლისი. ქვეყნის სხვა ყველა დიდი ქალაქებიც მოცულია ამ ტალღით. გუშინ ბათუმში პროტესტის გამოხატვის დროს იძალადეს და დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი, გაზეთ ბათუმელების და ონლაინ გამოცემა ნეტ გაზეთის დირექტორი მსია ამაღლობელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. გუშინ პატიმრობაში დატოვეს 5 ახალგაზრდა. საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მებრძოლი 19, 20, 21 წლის ბიჭები. გუშინ წინ 11 ადამიანი დატოვეს პატიმრობაში, მათ შორის ჩვენი კოლეგები, ვაჩოს კოლეგები, ჩვენი სტუმრების კოლეგები, ანდრო ჭიჭინაძე, ჩვენი ონისე ცხადაძე, რასაც ასევე მოყვა პროტესტი, გაფიცვა და აღშფოთებული ადამიანის უამრავი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა. მე კვლავ მინდა ჩვენი ეთერი გამოვიყენო და ვთქვა, რომ ეს პროტესტი არის იმ მასშტაბის, იმ ხარისხის, რომლის ჩაქრობაც შეუძლებელია. ჩვენ ადამიანები, ვინც რუსთაველზე ვდგავართ და არა მხოლოდ, აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს, რისთვის ვდგავართ და რას ვაპროტესტებთ. ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი და ამ ბრძოლაში უკან გადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც გრძელდება. 15 იანვარს 15 საათზე იფიცება საქართველო. ამ სახელწოდებით კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც დამსაქმებლები და დასაქმებულები აწყობენ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას. მათ მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტი კი გაზეთია. 3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში. გაჩერებული ეკონომიკა, დაკეტილი ბიზნესი, სიღარიბე და უმუშევრობა, საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა. ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. ამიტომ იმის მიუხედავად, თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი ხარ, დასაქმებული ხარ თუ დამსაქმებელი ხარ, შემოგვიერთდი. იფიცება საქართველო. მე მინდა რომ ბაჩომ წარადგინოს ჩვენი სტუმრები. აუცილებლად ჩვენი სტუმრები არიან რეჟისორი პაატა ციკოლია და ლარისა პატარაია, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Start Business Solutions მართველი პარტნიორი. მოგესალმებით დილამშვიდობის. ესე იგი საუბრობთ იმაზე. თქვენ ყოველ საღამოს ნახულობთ ერთმანეთს აქციაზე და დილასაც აგერ შეხვდით ერთმანეთს. დილას საღამოს რეჟიმში ვართ ქვეყნის სამსახურში. მოგვიყევით 15 იანვრის გაფიცვასთან დაკავშირებით, რა იგეგმება, როგორ იგეგმება და რას ველოდებით ამ პროცესიდან. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე დავიწყებ პატად შენის ნებართვით. 15 იანვრის გამაფრთხილებელი გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაში. და ამ ახალ ფაზაზე გადასვლის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ ისმოდეს კერძო სექტორის ხმა. თქვენ იცით, რომ კერძო სექტორი არის უდიდესი დამსაქმებელი და ახლობით 80%-ზე მეტი დასაქმებული ადამიანების არის კერძო სექტორში და ეკონომიკურ დოვლაც ქმნის კერძო სექტორი. პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, გაცდა უკვე აი ესე პოლიტიკურ კრიზისს, ასე ვთქვათ, შემოვიდა ეკონომიკაში და რეალურად ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი კერძო სექტორის მხრიდან, როდესაც ის ეუბნება ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ მოусმინოს, გაჩერდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება სასიკეთო ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. ჩვენი მოთხოვნა არის იგივე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ რა თქმა უნდა ვითხოვთ, რომ გათავისუფლდეს ყველა რეჟიმის ტყვე და რა თქმა უნდა ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ხელახალი სამართლიანი არჩევნები. მოკლედ, დრო მოვიდა ბიზნესის, დრო მოვიდა კერძო სექტორის და 15 იანვარს 3 საათზე, 3 საათის განმავლობაში თქვენ ნახავთ დაკეტილი კერძო ბიზნესის კარს.
რომელიც წყვეტ სერვისის მიწოდებას. ეს არის ძირითადი მონახაზი ამ გამაფრთხილებელი გაფიცვის. და შენთან გადმოვალთ კითხვით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფიცვა იყოს საყოველთაო. ჩვენ მოკლედ თეატრის წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი დავიწყეთ დიდი ხნით ადრე. ძალიან ბევრი ადამიანი აყვყვა, ძალიან ბევრს ვთხოვთ კიდევ რომ აყვყვეს, რადგან ფიქრობ პირადად მეც და შენს დარწმუნებული ვარ და სრულად საქართველოს უმრავლესობა, რომ ეს გაფიცვა შესაძლებელია ამ გაფიცვის შემდგომ უკვე ყველაფერი უფრო მალე დასრულდეს და უფრო მალე მივიღოთ ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვჭირდება. როგორ აფასებ ამ მოვლენებს და მე მგონი უნდა კაფეო გახდეს, როცა ვამბობთ შედეგები, რომლებიც გვჭირდება, ხო, რა იგულისხმება ამაში, რომ მივხვდეთ სინამდვილეში სასწორზე რა დევს. ერთ მხარეს უბრალოდ დასაქმებულების პოზიციიდან რომ შევხედოთ ამას ყველაფერს, ხო? ადამიანები უკვე წლებია უპერსპექტივო სინამდვილეში ცხოვრობენ და მუშაობენ. ანუ წინ განვითარება არ ჩანს. ადამიანები, ჩვენი კოლეგებიც მათ შორის და არა მხოლოდ ჩვენი კოლეგები, ნებისმიერ სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები, ქალაქშიც და ქალაქ გარეთაც და ნებისმიერ სფეროში სინამდვილეში პერსპექტივა, რომ შენი ცხოვრება უკეთესისკენ შეიცვლება, არის ძალიან ცოტა. და ხშირ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვეუბნებით მაგალითად მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ იცი რა საშინელება დაგვემართება თუ ასეთი რეჟიმი აქ დაფუძნდა და ასეთი მეთოდები დაიწყო ამ რეჟიმმა მართვა, რასაც ვხედავთ, ხო, როცა მაგალითად უკვე პოლიცია ჩვენი აღარ არის ბანდის არის, როცა სასამართლო ჩვენი აღარ არის ბანდის არის, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გახდება ისევ აი ამ ბანდის და შენ უბრალოდ ხმას ვეღარ ამოიღებ, სამართალს ვერცად ვეღარ იპოვნი, შენ მოგაკითხავს ნებისმიერი ინსტიტუცია თუ კი რაღაცა მოგინდება იმაზე მეტი, რაც გაქვს და რაც სამართლიანად გეკუთვნის, ხო? ნებისმიერი ჩვენთაგანი დაიჩაგრება, მაგრამ ამას რო ეუბნები ადამიანებს, რომლებიც უკვე წლებია, სინამდვილეში აი ესე ჩაგვრაში არიან, პერსპექტივა არაფერი არ არის. თითქოს არც კი ესმით, რომ რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი. მაგრამ დასაქმებულებისთვის, ვინც მართლა ესეთი ყოველდღიურ რეჟიმში, სახლიდან გამოდის იმისთვის, რომ უბრალოდ ყოფა რაც აქვს, ის ყოფა შეინარჩუნოს, ხო? მათთვის ძალიან კაფიო არის, ჩემი აზრით, რომ თუ ჩვენ მივიღებთ ისეთ სახელმწიფოს, როგორი სახელმწიფოც გვინდა, სახელმწიფოს, სადაც ადამიანი არის მთავარი ფასეულობა, ევროპულ სახელმწიფოს, ხო? მაშინ პერსპექტივები ყველასთვის გაჩნდება და მართლა მეორე დღესვე დაეთყობა ყველას ცხოვრებას, რომ თურმე ამ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს კეთილდღეობაც, სამართლიანობაც და რა თქმა უნდა, კეთილდღეობა ხო ამას ნიშნავს პირველ რიგში. კეთილდღეობა, სამართლიანობაც და უსაფრთხოებაც ყველასთვის. ეს პირველივე დღიდან დაიწყება, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ხო? მათ პირველივე დღიდან დაიწყეს აი ამ დიდი პროექტების განხორციელება, რომ სიცოცხლე და სამყარო და მათი სახელმწიფო შეიცვალოს უკეთესობისკენ და ეს ყველაზე პირველად ეტყობა აი ამ უბრალო დასაქმებულს, რომელიც ყოველდღიურ რაღაცა შრომაშია ჩართული, ხო? და აი ეს პერსპექტივა კვდება საბოლოოდ. და ყველა უნდა ვიყოთ ჩუმად, იმიტომ რომ ბანდა, რომელიც სათავისოდ წერს კანონებს და ახლა მიტაცებული აქვს პარლამენტი და რასაც უნდა იმას იზამს და მიტაცებული აქვს პოლიცია და რასაც უნდა იმას იზამს და მიტაცებული აქვს სასამართლო და უდანაშაულო ადამიანებს რამდენიმე წლით გაუშვებს ციხეში და მერე დასცინებს მათ მშობლებს, როცა ისინი ამას უბრალოდ 7 გულით ვერ შეხვდებიან და რა თქმა უნდა ვერ შეხვდებიან, მათ დასცინებს პირდაპირ აი ესე საჯაროდ, ხო? აი ასეთ რეჟიმში ცხოვრების საპირწონეთ, ხო? არის მეორე რეჟიმი კი არა, მეორე სახელმწიფო, ადამიანის სახის სახელმწიფო, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა არის ადამიანი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას და იყოს ბედნიერი და ჰქონდეს კეთილდღეობა და იყოს უსაფრთხოდ და იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და იყოს თავისუფალი. ანუ ამის საპირწონედ გვაქვს აი ეს რეჟიმი. ეს დასაქმებულებზე რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ დამსაქმებლებზეც რომ ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს,
ბიზნესზე, რომელსაც რეალურად ასევე არ აქვს პერსპექტივა რომ განვითარდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ რამდენი რამე აღჩობს მათ, ხო? რამდენი რამე გუდავს და ვერ ბედავ რომ გაიზარდო და ვერ ბედავ რომ იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაწובה, ეს ყველაფერი გაშინებს და სადმე გვიყვანს ეს იზოლაცია, ხო? დიდ ბიზნესზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, იმიტომ რომ დიდ ბიზნესს იზოლაცია და სანქციები მოუღებს ბოლოს მთლიანად. იმიტომ რომ ესე ბანდიტურ რეჟიმში როცა სასამართლო პოლიცია და ყველა ინსტიტუცია ეკუთვნის ერთ ჯგუფს, ხო? დიდ ბიზნესს ემუქრება ის, რაც ხდება ასეთ ქვეყნებში ყველგან და ყოველთვის. ანუ 80 დიდი ბიზნესიდან გადარჩება მხოლოდ 8, რომლებიც დანარჩენს სულ ყველას შეჭამენ და თვითონ გახდებიან პირველი სამიზნეები აი ამ ბანდიტიზმის. როცა ქვეყანაში აღარ იქნება არავითარი წესრიგი გარდა იმისა, ვინ ვის კლანში არის ჩართული და ვინ ვის კლანს აჭმევს და ასაზრდოებს, ხო ყველა დანარჩენი გახდება მსხვერპლი აუცილებლად. მართლა რაღაც კადიროვის სინამდვილე დაუდგება და მართლა 20 კაციანი არმიებით მოუწევთ სიარული და შვილების 20 კაციანი არმიებით იმაში სასწავლებლებში გაშვება. ეგ დაემართებათ პირველ რიგში და რაც აქამდე უშენებიათ, თუ კი უშენებიათ სამართლიანად თუ უსამართლოდ, ყველაფერი მათაც დაენგრევათ. და სინამდვილეში დამსაქმებელის და დასაქმებულიც ჩვენ ახლა ყველა ვართ ერთსა და იგივე საფრთხის წინაშე. აქეთ ამ ხარეს არის უსამართლო სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ძალადობს ნებისმიერზე და არ ერიდება, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში გამოკეტოს, სცემოს სიმართლისთვის მებრძოლი ახალგაზრდები და არავის არ მისცეს განვითარების საშუალება, უფრო და უფრო მოუჭიროს აი ამ მარწუხებს და დრო თუ მიუეცით, ხო? საბოლოო ჯამში ესენი საერთოდ ყველაფერს ისე შეკრავენ, რომ თითის განძრევის საშუალებას აღარ დაუტოვებენ არავის. მართლა სიტყვისთვის დაგიჭერენ, ხმის ამოღებისთვის დაგიჭერენ, რაღაცა მიზეზს აუცილებლად გიპოვნიან. ჩვენ ხედავთ რუსეთში ბოლოს სადამდე განვითარდა ყველაფერი. ერთი ფურცლისთვის იჭერდნენ ადამიანებს. ჩემი კოლეგები რუსეთში დრამატურგი და რეჟისორი 6 წლით ხედან ციხეში სპექტაკლის დადგმისთვის. ეს ხო მართლა აბსურდია, ხო, მაგრამ ეს დრო იქ უკვე არის და ამ გზას ვადგავართ ჩვენ ყველა, იმიტომ რომ იმ ბანდას ძალაუფლების შენარჩუნების გზები მეტი აღარ აქვს და იზოლაციაში ექცევა უკვე სულ უფრო მეტად და მეტად. ამ ქვეყანას იზოლაციაში გადარჩენა არ შეუძლია. ამ ქვეყანაში თუ იქნება ეგეთი იზოლაცია, ეგეთი ეკონომიკური სანქციები, ჩვენ ყველას დაგვეტყობა მალევე, რამდენიმე თვეში დაგვეტყობა და ის რომ ქონოდა პერსპექტივა სამართლიანი სახელმწიფოსი კეთილდღეობის, უსაფრთხოების და მშვიდობის და თავისუფლების, ჩანაცვლდება ყველაფერი მაგის საპირისპიროთი და ჩანაცვლდება უკვე აი ხვალვე და ასეთ დღეში როცა ხარ ფიქრობ ხვალბათ ადამიანი რომ მე რისი გაკეთება შემიძლია. თან რისი გაკეთება შემიძლია უსაფრთხოდ რომ მართლა მსხვერპლი არ გავხდე ამ ყველაფერს, ხო, ამ რაღაცა საშინელი დაპირისპირების. ზოგს გონია რომ ომი გვემუქრება, ზოგს გონია რომ სხვის ბრძოლაში ვარ და მე აქედან არაფერი საჩემო არ იქნება და რა უბედურიც ვარ ახლა ის უბედური დავშები და არანაირი პერსპექტივა არ იქნება. ზოგს გონია რომ იცი რა არის, აქ უბრალოდ მიდის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ერთი ბოროტი ებრძვის მეორე ბოროტს, რომ რამენაირად ძალაუფლება წაართვას და მე მან გააგრძელოს ეს ხარბი და ცოფიანი ძარცვა და შევიწროება ჩემი. სინამდვილეში ეს ასე არ არის. სინამდვილეში ჩვენ ვდგავართ ახლა გზის გასაყარზე, როცა თითოეულ ჩვენთაგანს შეგვიძლია ერთი ნაბიჯი გადავდგათ და შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ ის ბოროტი სინამდვილე აქ არ დადგეს და მაგის სანაცვლოდ დადგეს სინამდვილე, როცა მართლა შევძლებ თითოეული ჩვენთაგანი ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც მართლა გვეკუთვნის, მართლა ადამიანის სახის, იმიტომ რომ თუ ჩვენ დღეს მართლა მკაფიოთ, ჩამოვაყალიბებთ, როგორი სახელმწიფო გვინდა, ეგეთ სახელმწიფოს აუცილებლად მივიღებთ აი ესეთი კრიზისის ბოლოს. ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც მივცემთ პირდაპირ პოლიტიკურ სპექტრს და იმ პოლიტიკურ სპექტრსაც შევარჩევთ და მოვთხოვთ, რომ შემდეგი პარლამენტი იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა და აი ეს დაკვეთა შეგვისრულეთ. აი ესეთი სახელმწიფო მოიტანეთ. ძალიან მკაფიოა იქ ნაბიჯები. პირველი ნაბიჯი არის ევროპასთან მოლაპარაკების გახსნა, რაც იმ წუთასვე მოიტანს აქ კეთილდღეობას და უსაფრთხოებასაც სხვათა შორის. არავითარი ომის საფრთხე აქ არ დადგება. ომის საფრთხე დადგება აქ, როცა ერთი რაღაც ბანდა მართავს ქვეყანას და ჩვენ ყველა ვიქნებით ჩაგრულები და როცა შეკრული ხარ
შენ თელს დასავლეთთან და როცა შეკრული ხარ შენ საკუთარ ხალხთან თელ საზოგადოებასთან გაკპირი შეკრული, ხო ბევრად უფრო ნიჭიერი ხარ, ბევრად უფრო ძლიერი ხარ და ბევრად უკეთ ხედავ კაცო გარშემო სამყაროს და შენს მეზობლებსაც ბევრად უფრო ძლიერი ელაპარაკები და გამოსავალს მეცაც ხედავ, იმიტომ რომ მხარდაჭერა გაქვს შენი ხალხის და მხარდაჭერა გაქვს მთელი სამეგობროსი. ეხლა წარმოიდგინეთ როგორ უნდა ელაპარაკოს სამეზობლოს ის ხროვა, რომელსაც არც ხალხის მხარდაჭერა აქვს და არც სამეზობლოს მხარდაჭერა არ აქვს, არც ძლიერების მხარდაჭერა არ აქვს. ანუ ის რა პოზიციიდან უნდა ელაპარაკოს, ხომ მტერს თუნდაც, ან როგორ უნდა შეათანხმოს რაიმე ფორმის მშვიდობა, მხოლოდ ჩაგვრა და მხოლოდ ბოროტება. მეტი არაფერი აქ არ იქნება. ადამიანებს იჭერენ და უგონებენ მიზეზებს და ესე მოუგონებენ მიზეზებს ნებისმიერს. ჩვენ ყველანი ვიქნებით დამნაშავეები. ნებისმიერ ჩვენთაგანს დასაქმებულია სამსახურში დადის დილიდან საღამომდე თუ მცირე ბიზნესია და ამათ ასაქმებს ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას და აბსოლუტურ დოვლას მცირე ბიზნესი ქმნის. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი თუ დიდი ბიზნესია, ხო, სულ ყველა იქნება დამნაშავე აი ამ იმაში სისტემაში, ესენი ამათ წინაშე, ისინი იმათ წინაშე, ისინი იმათ წინაშე და ბოლოს უდანაშაულოები იქნებიან მარტო ისინი, რომლებიც პარლამენტში შედან და კანონებს სათავისოდ წერენ, იმიტომ რომ იმ კანონით თვითონ დაწერა და ეხლა დამნაშავეს თავს ხო არ გამოიყვანს, ხო? ამ დროს ყველა შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი ამ ბრძოლაში ნებისმიერ ჩვენთაგანს. 3 საათით რომ გავიფიცოთ სულ ყველა, 3 საათით რომ ვთქვათ უარი, რომ მე არ ვმუშაობ, აი ახლა 15 რიცხვში 15 საათზე 3 საათი არ ვმუშაობ, იმიტომ რომ ამ უბედურების ნაცვლად ის ბედნიერება მინდა. და თუ ჩვენ პირი შევკარი და პირი შეკრული გვაქვს სინამდვილეში უბრალოდ ეს ხილული უნდა გახდეს. ეს რო ყველას გვინდა ამაში მე ეჭვი არ მეპარება და ეს რო ყველას შეგვიძლია რომ მივიღოთ არც ამაში მეპარება ეჭვი. თავარია ჩვენ ხმამაღლა და ერთად ვთქვათ ეს გვინდა და ის არ გვინდა, იმათ ვუთხრათ არა და რაც გვინდა იმას ვუთხრათ კი, მკაფიო და ეს ერთობა, ეს ძალისხმევა დასაფიქსირებელია. ეს იქნება პირველი ძალიან ძლიერი ნაბიჯი გადადგმული ჩვენი წარმატებისკენ, ამ ქვეყნის წარმატებისკენ და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ნურავის ნუ შეეშინდება რომ იმ 3 საათიანი გაფიცვის გამო ვინმე გააგდებს სამსახურიდან ან საყვედურსაც კი ეთქვის. და თუ კი ვინმე ან რამე მოხდება ეგეთი, იმიტომ რომ ყველა ერთად ვართ აქ. დასაქმებულის, დამსაქმებელიც, მცირე და საშუალო ბიზნესიც, იმაზე ჯამაგირზე მომუშავე ადამიანის და დიდი ბიზნესი სინამდვილეში ის ბოროტება ჩვენ ყველას გაგვანადგურებს და აქეთ ამ ხარეს კიდე არის შანსი, ძალიან დიდი შანსი, არასოდეს რო არ გქონია ისეთი, რომ ჩვენ მოვითხოვოთ როგორი ქვეყანა გვინდა და მივიღოთ ასეთი ქვეყანა და პირდაპირ დავუკვეთოთ პოლიტიკურ პროცესებს, რომ აი ეს სინამდვილე მოიტანეთ. რაც იმდენად სწრაფად არის შესაძლებელი, იმდენად სწრაფად რამდენიმე წელიწადში, რომ გააზრებასაც ვერ მოვასწრებთ, უკან მოხედვასაც ვერ მოვასწრებთ. როგორც კი წარმატება დადგება, იმდენად ბედნიერი იქნება მთელი საზოგადოება აი ამ გამარჯვებით, რომ მარტო ბედნიერება აგვამუშავებს ადჯერ უფრო სწრაფად. მარტო ბედნიერება და მომავლის რწმენა და აი რაღაცა გამარჯვების სიხარული, ხო, ბევრად უფრო ეფექტიანებს გაგვხდის. ეკონომიკასაც დაეთყობა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც, კულტურულ ცხოვრებასაც, ჩვენს მეგობრობასაც, ოჯახში ურთიერთობებსაც, ყველაფერზე იქონიებს ეს გავლენა და მაგის საპირწონედ, თუ ეს შედეგი ჩვენ არ მოვიტანეთ, უბრალოდ საერთოდ დავკარგავთ ნებისმიერ სასიცოცხლო ენერგიას. ერთმანეთთან ვეღარ ვილაპარაკებთ. ჩავიკეტებით საკუთარ თავებში და მართლა რომ ამბობენ შინაგან ემიგრაციაში წავალთ, ან ნამდვილ ემიგრაციაში წავალთ. მშობლები დაკარგავთ შვილებს, გაგექცევიან ამ ქვეყნიდან. არავინ აქ არ დარჩება ეგეთ ჩაგვრაში და ბოროტებაში, როცა ადამიანი შეიძლება უბრალოდ რაღაცის თქმის გამო ან რაღაც მოქმედების გამო მიუყენონ ბრალდება და გაასამართლონ კანონის ისეთი სიმკაცრი და ისეთი კანონებით, რომ უბრალოდ სხვამ ვერავინ ვეღარაფერი ვეღარ გაბედოს, ხო? ეგეთ ქვეყანაში არავინ არ დარჩება. დაიცლება სისხლისგან და ვინც დარჩება, ისიც სისხლისგან იქნება დაცლილი. ფილმში მონანიება. ხო, საშინელებაში ვიცხოვრებთ, მაგრამ გვაქვს შანსი. გვაქვს შანსი და არის ძალიან მარტივი ამის გაკეთება. 15-ში 15 საათზე ყველამ ერთად შევკრათ პირი და ვთქვათ ეს არ გვინდა და ეს გვინდა, ეს ჩვენ გაგვაძლიერებს და ეს იქნება ახალი პროცესის დასაწყისი. ეს იქნება იმდენად მკაფიო, რომ პოლიტიკური პროცესები პირდაპირ დაემორჩილებიან საზოგადოებას. პირდაპირ დაემორჩილებიან საზოგადოების მოთხოვნებს და ეს ჩვენ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ვინმე აქამდე ვერ პოულობდა თავის როლს და ადგილს აი ამ პროტესტში, ამ წინააღმდეგობაში, მე ერთმა პატარა ადამიანმა რა უნდა გავაკეთო, თუ ასე ფიქრობდა, ან როგორ მოვწყდე იმ რუტინას, რომელშიც ჩაბმული ვარ, აი აგერ არის შანსი მეგობრებო, რომ ყველამ შეიტანეთ თქვენი წვლილი, თუ კი გინდათ
რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, მშვიდობიანი, სამართლიანი, კეთილდღე, წარმატებული, მდიდარი და ბედნიერი და ვიყოთ ყველა თავისუფლები, ხო? თუ ეს მართლა გინდათ, იმის სანაცვლოდ, რაც აღარ აღწერე ის ჯანდაბა და უბედურება და ბოროტება, ხო? მაშინ ძალიან მკაფიო და იოლი მარტივი ნაბიჯია. 3 საათით შეაჩერეთ რასაც საქმიანობ და გამოდით ქუჩაში რომ დავინახოთ ერთმანეთი. ვართ საზოგადოება, რომელიც ფორმალიზების გააკეთოს. ძალიან მშვიდობიანი. ძალიან მშვიდობიანი ფორმაა. ძალიან მნიშვნელოვანია პატა, ძალიან დიდი მადლობა რომ ესე კარგად შეკარი მთლიანად ეს თემა, მაგრამ მე მინდა რომ ცოტა უფრო დეტალებზე გავაკეთო ორიენტაცია და რეალობაზე ვილაპარაკო. მაგალითად, ავიღოთ კონკრეტული მიმართულება. ხა ბანკები და საფინანსო სექტორი თქვენ იცით, რომ არის ყველაზე მდიდარი ამ ქვეყანაში, ხო? ეხლა როგორ უნდა მოხდეს? მოხდება თუ არ მოხდება მაგალითად ბანკების გაფიცვა 15 იანვარს 3 საათის განმავლობაში? ჩვენ ვისმენთ რაღაც არგუმენტებს. თურმე ბანკი ვერ გაიფიცება, იმიტომ რომ მაგალითად აქციების ფასი დაეცემა და ასე შემდეგ. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ? ამ წუთას ველაპარაკები ყველა იმ ადამიანს, რომელიც მუშაობს ბანკში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოუვა ბანკების აქციებს, როდესაც თქვენ იქნებით ქვეყანაში, რომელიც არის ავტოკრატია და არის დიქტატურა. ანუ არ განულდება აქციების ფასი. გაცილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვიდრე მაგალითად ის, რომ 3 საათი გავიფიცე, ვარ ძალიან გულწრფელი ამ გაფიცვაში და ამითი მე სიგნალსაც ვაძლევ იმ აქციების მფლობელებს, რომ რა ომში ვარ ჩართული და რა ბრძოლაში ვარ ჩართული და მე არ ვაპირებ, რომ დავნებდი ამ ბრძოლაში, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ უკეთესად იციან ეს საფრთხეები და თქმა უნდა, ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა არ მიემართება მხოლოდ ხელისუფლებას. ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა მიემართება აგრეთვე ჩვენს მეგობრებს საზღვარგარეთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს, რომ კერძო სექტორი, რომელიც აქამდე მეტნაკლებად ჩუმად იყო მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად Free Business-ზე 2400-ზე მეტი კომპანია დაფიქსირდა, რომელმაც მხარი დაუჭირა, ხო, ამ მოთხოვნებს, მაგრამ 2400 კომპანიის მიღმა კიდევ 10000-ობით კომპანია არსებობს, ხო? და ყველას ჩვენი ხმა აუცილებლად უნდა იყოს გაგებული. აურაცხელი ადამიანია, რომელიც პირდაპირ გამოხატავს აი ამ თავის რა თქმა უნდა, პროტესტი არის რუსთაველზე, პროტესტი არის ქუჩაში, პროტესტი არის ჩვენ სახლებში და ახლა უკვე ჩვენ სამსახურებში და დრო მოვიდა ამის. შესაბამისად, მე რაც მინდა ეხა ვუთხრა ყველა დასაქმებელს ძალიან მოკლედ დრო გვითავდება. ყველა დასაქმებელს რაც მინდა უთხრა და მივცა გარანტია არის ის, რომ გამოხატეთ თქვენი პროტესტი. არავინ ამის გამო არ დაგსჯით, არავინ ამის გამო არ დაგაკლებთ ხელფას და არავინ ამის გამო სამსახურიდან არ გაგაგდებთ. პირიქით, ჩვენ დამსაქმებლები და თქვენ დასაქმებულები ნამდვილად 15-ში ერთი და იგივე საქმეს მოვემსახურებით და მოკლედ იყავით მხნედ, რაც მთავარია. ნუ შეგეშინდებათ. პატა კოლეგებსაც მოუწოდეთ, თუ კი ვინმე თავს შეშინებულად გრძნობს, სუსტია და გონია რომ არაფერი არ გამოვა და ჩვენ დავისჯებით, სინამდვილეში ასე არ არის, ყველაფერი გამოვა და ვერავინ ვერ დაისჯება, გაიფიცეთ, იყოს ეს აქცია, გამაფრთხილებელი აქცია, გამოხატავდეს სინამდვილეში რა უნდა ქართულ საზოგადოებას და რა გვინდა ჩვენ ყველას ამ ქვეყნის მოქალაქეებს, გამოხატავდეს აი ამას ხმამაღლა ამბობდეს და ერთმანეთით წაახალისეთ, გააძლიერეთ და მოუწოდეთ კოლეგებსაც, რომ ეს გააკეთეთ 3 საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა არავის არ დააზიანებს, ვერავის ვერ დააზიანებს, ვერც დიდს და ვერც პატარას და თუ კი ამ საზოგადოებას მართლა უნდა რომ აშენდეს ისეთი სახელმწიფო, სადაც თითოეული ჩვენთაგანი წვერვალებს დაიპყრობს, ხო? აუცილებლად გავაკეთოთ ყველამ ყველაფერი გადავდგათ აი ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული სიგნალი, რომელიც ჩვენ გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს და ასევე იტყვის სერიოზულ სათქმელს, რომ ბოლოს და ბოლოს ამ რეჟიმმა დაინახოს, რომ ქართული საზოგადოება მას უარყოფს და მას არენდობა და დაიბრუნოს ნდობა, თუ კი აქვს ეს ნდობა, ახალი არჩევნებით. ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და გამოჩნდება ვის და რას ენდობა, დიახ, დაინიშნოს ვის და რას ენდობა ქართული საზოგადოება. მოკლედ 15-ში 15 საათზე იფიცება საქართველოს 3 საათით. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის და მადლობას გისურვებთ. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ვირფას ტელემაყურებელს მომავალ შაბათამდე. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.